საღამომშვიდობის მეცხრე წარმოგიდგენთ ამბების შოუს. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე, იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენად ნორმალურ ვითარებაში იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. პირდაპირ ეთერში სალომე ზურაბიშვილი შტატებიდან რამდენიმე წუთში უნდა შემოგვიერთეს. პროტესტის უკიდურესი ფორმები ციხეში, რა ხდება სასჯელახსვების სისტემაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქუთაისიდან ისაუბრებს, ასევე ციხეებში არსებულ ვითარებაზე კონსტიტუციის 42 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია შემოგვიერთდება სტუდიაში. გადაცემის დასკვნით ნაწილში სიმინდის კუნძული. მოკლედ გიორგი ოვაშვილი აფხაზეთზე ახალ ფილმს იღებს, ტყიბული გადასაღებ მოედნად არის ქცეული, ჩვენ ამ თემას პირდაპირ ეთერში გიჩვენებთ და ჩავთავთ იმერეთს. მოკლედ ამ და სხვა თემებზე 2 საათის განმავლობაში უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბიზნესის ამბებს წარმოგიდგენთ თიაშველიძე, საათის მნიშვნელოვან ინფორმაციებს სოფო ჩაკვეტაძე, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერშია. საღამომშვიდობის სოფო. ირაკლი საღამომშვიდობის, მე მოკლედ რა დაცნობთ 1 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. ისმერ შემოვლით რკინიგზის მშენებლობის საკითხზე მთავრობასთან საუბარი სურს. დიდი უგულავას განცხადებით მაშინ, როდესაც უკვე შესრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი, არასწორია ერთი კომპანიის ინტერესების გამო სამუშაოების შეჩერება. თბილისის მერი ამ საკითხის განხილვისკენ საკრებულოს ახალ უმრავლესობასაც მოუწოდებს. მერის განცხადებას რკინიგზაში ეხმაურებიან საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის გოკა გუნცაძის განცხადებით, მათ აქვთ დასკვნა, სადაც დასაბუთებულია თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროექტი. ეკონომიკისა და მრადი განვითარების მინისტრის განცხადებით კი ამ ეტაპზე შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის, თუმცა პროექტი გარკვეული პერიოდით მაინც შეჩერდება. თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეჩერებულია. არადა სამუშაოების 80% უკვე გაკეთებულია და თითქოს მთავრობას განსაზღვრული აქვს რკინიგზის მაგისტრალის მაგივრად, რომელიც თბილისს უვლის, იქ გაიყვანოს კიდევ ერთი შემოვლითი გზა. საერთოდ გაუგონარი რამე ხდება, იმიტომ რომ ერთი კომპანიის ინტერესებს ეწირება მთელი ქალაქის და დედაქალაქის ინტერესები. იქნებ მოვახერხოთ და დავსხდეთ და გავიაროთ, როდესაც სასწორზე ძალიან არათანაზომადი განზომილებები დევს. მე ხელთ მაქვს MC Mobility-ის დასკვნა, ეს არის ძალიან პრესტიჟული და სოლიდური ავსტრიული კომპანია, სადაც ძალიან ნათლად და გარკვეული წერია, რომ ამ პროექტის შემოვლითი გზის განხორციელების შემთხვევაში 50%-ით გაიზრდება ყოველწლიური მოვლაშენახვის და საოპერაციო ხარჯები, გართულდება ტექნიკურად მოძრაობის ორგანიზება. საკითხი სინამდვილეში დგას ასე. ერთ მხარეზეა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის საქართველოს რკინიგზა და რომელსაც ამ პროექტით უზღუდავენ გამტარუნარიანობას და მეორე მხარეზე დგას ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესები საკუთრებაში მიიღოთ გამოთავისუფლებული მიწები კომერციულად საინტერესო. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის დაფიქსირებული ოფიციალურად, ჩვენ მქონდა განხილვა. აქ ისეთი ტექნიკური საკითხებია, როგორიც არის გზის დახრილობა და ასე შემდეგ, რომლის შესწავლაც სამწუხარო წინასწარ, როგორც ამბობენ, არ მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაცა პერიოდი ეს პროექტი დავაკონსერვოთ და შემდგომში უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში დაუბრუნდეთ. გურიაში აღარ წვიმს, მდინარეებში წყლის დონე მიკლოს, სახლებიდან კი წყალს სტუმბავენ. მაშველებმა 2 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალია, ისინი იმ ავტომანქანის მგზავრები იყვნენ, რომელიც ლანჩხუთში სოფელ ჩოჩხეთში მდინარემ გაიტაცა. მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ოსურგეთში კი ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა. სტიქიის ზონაში დღეს დილიდან იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი. კახი კალაძემ დაზიანებული დასადენი მილი დაათვალიერა და განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები უახლოეს დროში დასრულდება. მილის დაზიანების გამო აჭარის რეგიონსა და გურიის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. მედალურად მოხდა მდინარის ადიდება და ეს მდინარემ წაიღო ეს მანქანა, რომელიც იზრდა ადგილობრივი მოსახლე თავის მეუღლესთან ერთად. დაახლოებით 300 მეტრი ათრია ამ მდინარემ ეს მანქანა. შემდეგ მოსახლეობის დახმარებით მოხდა ამ 2 ადამიანის გამოყვანა. მაღალმთიანი ადგილები, სადაც კი არის ეგ ხორეთია, კოკათია, მოედანია,
მთლიანად წაღებულია, ესე იგი ფაქტობრივად ეხლა სოფელში ასვლა ძალიან ჭირს. მანქანი თუ ის არ გასწორდა, არაფერი შეუძლებელი იქნება. დავიწყებთ სამუშაოებს დროებით აღუდგეს აჭარის მოსახლეობას გაზის მიწოდება, 3 კვირის განმავლობაში უკვე ფუნდამენტურად მოხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და აღდგება ეს ცენტრალური მილსადენი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გახდა. მის არჩევას საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა მხარი. არჩევნებს საბჭოს 10 წევრი ესწრებოდა. გოგუაძის თქმით, ახალი კანონის მიღების შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრებს ბევრი მოვალეობა დაიტისათ. მისივე განცხადებით საბჭოს ხდომებს ყოველი კვირის ორშაბათს გამართავს. სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან დახელაძეს კი უფლებამოსილების ვადა 1 სექტემბერს ეწურება. დღეს ესწრებოდა 10 წევრი, 3 არ ესწრებოდა, 10-დან 9 ჩემს სასარგებლოდ მისცა, კენჭისყრა ისევ ფარული იყო, ერთმა შეიკავა თავი, ქალბატონ ნატომ მოხსნა თავისი კანდიდატურა პროცედურამდე და რაც შეეხება ვადებს, არ არის ზუსტად ცნობილი, არის მინიმუმ წლის ბოლომდე და მერე დამოკიდებულია, როდის დააკომპლექტებს პარლამენტი ახალ შემადგენლობას. კინოცენტრი ეროვნული ფილმების განვითარებისთვის კონკურსს აცხადებს ფართომასშტაბიანი ფილმების ფესტივალისთვის. სახელწოდებით სინედო თბილისი პროექტების მიღება უკვე დაწყებულია. პროგრამის მიხედვით წარდგენილი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილი ქართული სურათები. ამასთან ნაჩვენები იქნება უცხოური ფილმების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოპები, რომლებსაც ევროპელი ექსპერტები წაუძღვებიან. ფესტივალი 15 ოქტომბერს გაიხსნება. ამ კონკურსის სლოგანი არის დამოუკიდებლობის 25 წელი ამ მშვიდობით საბჭოთა საქართველო. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რომელიც მაინც სათანადოდ არ არის გაჟღერებული ჩვენს დოკუმენტალისტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობის რეჟისორები განსაკუთრებით მიიღებენ ამაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა იმდენ პატარა იყო, რომ მათ რაღაცა თავისი ალბათ აღმოჩენები არ ჰქონდათ და ჩემ თაობაში გაიარა მთელმა იმ სიძნელეებმა. დოკუმენტური ფესტივალი, რომელიც გაიმართება პირველად საქართველოში, პროექტების მიღება, ფილმების წარდგენა მოხდება 10 აგვისტოს ჩათვლით. ეს არის დედლაინი არის 10 აგვისტო. ხოლო ვორქშოპი, რომელიც არის დოქტორის ჯორჯია და გაიმართება აგრეთვე ფესტივალის ფარგლებში, პროექტების წარდგენის ბოლო დღე არის 15 აგვისტო. დაფინანსების გარეშე დარჩენილი მწვანეთა პარტია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პარტიის ლიდერი გიორგი რაჩეჩილაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიზანმიმართულს უწოდებს და პარტიის დარღვევის მცდელობა დაფასებს. მწვანეთა პარტიის ლიდერის თქმით, უახლოეს მომავალში მათი მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ ვერც ამ ბონუსებში ვერ მოხვდა მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც თავისთავად ნიშნავს, რადგან ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არის და ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ მიდგომა დახმარებისა, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამით მე 7 საათამდე დაგემშვიდობებით, თქვენ წინ გელით ღია თამაში ირაკლი. დიდი მადლობა სოფო, დროებით დაგემშვიდობები, ჩვენ კი განვიხილოთ მთავარი თემები. წაიკითხონ კარგად 29 მუხლი, რომელიც ეხება პრეზიდენტს და არა კანდიდატს. ვიქნები არა მხოლოდ კანდიდატი, ვიქნები ნაწილი ამ არჩევნების და ძალიან დიდი ვარაუდით მაქვს ძალიან კარგი შანსები. წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი. ახლა გავიგოთ რა წერია 29 მუხლში. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ თანამდებობის პირებზე და არა საპრეზიდენტო კანდიდატებზე. შესაბამისად, ზურაბიშვილი შეძლებს აღნიშნული პირობის შესრულებას მას შემდეგ, რაც ის იქნება არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. კანონის უზენაესობის სრული უგულვებყოფა არის, როდესაც იწყება ადამიანის მომავალი განზრახვებისა და არა კანონით დადგენილი მოთხოვნების განსაზღვრა. ამიტომ არჩეული პრეზიდენტის თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასეთია საიას შეფასება. ჩატარდება თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები. ამ კითხვის ადრესატი პრემიერი ივანიშვილია, კითხვის ავტორი კი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ისევ საკამათოა. აქვს თუ არა საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და საჭიროა თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გვერდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ეთერში.
ეთერში. საღამომშვიდობის ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ, პირველ რიგში ვისაუბროთ, გაქვთ თუ არა უკვე ოფიციალურად ინფორმაცია, შეძლებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის გადახედვა და განხილვა სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. თქვენი ამომრჩეველი შეიძლება ვთქვათ, რომ ღელავს უკვე, რადგან არ იციან მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. მე მგონი პასუხი არის სწორედ მოცემული სწორედ იმ განცხადებაში, რაც თქვენ წაიკითხეთ დასაწყისში, საიას განცხადება, რომელიც ძალიან ზუსტად, კორექტულად ახსნის და უხსნის ყველა ამომრჩეველს თუ რა შერის საქმე. ანუ დღეს მე კანდიდატის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ, საარჩევნო კოდექსი სხვათა შორის ამ მოთხოვნებს იხილავს და ამაზე უნდა იმჯელოს CS ფერს სხვაზე, ხვალ მე დავაკმაყოფილებ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეკისრება პრეზიდენტს, როცა უკვე ის არჩეული არის და ამაზე მოვიყვანე მე თვითონ ბევრი სხვა მაგალითები, პრეცედენტები ბალტიის ქვეყნებში როგორ იყო, რა მომენტში დათმეს მოქალაქეობა მეორე იმ ქვეყნებში, სადაც საერთოდ აკრძალული არის და ასე შემდეგ. ეხლა თუ ჩვენ ეს გვინდა გავაგრძელოთ უსასრულოდ, ცხადი არის, ეს არის უკვე პოლიტიკური თამაში, ისიც ნათელი არის, რატომ ზოგიერთი კანდიდატები ამას იყენებენ. ეს არის პოლიტიკური თამაში, ჯერ ერთი იმისთვის, რომ არ იყოს განხილვა იმისი, რაც არის მთავარი. ანუ კანდიდატების კომპეტენცია, რომ დაიკავონ ეს ადგილი, რომელიც მე მგონი ცოტა უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე კანდიდატების კომპეტენციაზე საუბრობთ, თქვენ ასევე ამბობთ, რომელიც აბსურდია, იმიტომ კრიტერიუმს, ანუ კონსტიტუციის მიხედვით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებთ. ანუ თქვენს გარდა არ მოიძებნება დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებში ადამიანი, რომელიც დაუშვათ პრეზიდენტის პოსტს ღირსეულად იმსახურებს. მე ვამბობ, არა, ბოდიში. ეს არის ამომრჩეველის გადასაწყვეტი. მე ვამბობ ჩემ თავზე, რომ მე ვაკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს, რომელიც მოითხოვს, რომ პრეზიდენტი იყოს ქვეყნის სახე, გარკვეული საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ მას შეეძლოს ქვეყნის ინტერესები გარეთ დაიცვას, რომ ის იყოს ქვეყანაში შიგნით გამაერთიანებელი, ანუ არა ერთი გუნდის, არა რაღაცა აგრესიის მატარებელი, მაგრამ ქვეყნის დამაწყნარებელი, გამაერთიანებელი, დამაბალანსებელი ძალა. ამ კუთხით მე ვამბობ, რომ ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს. სხვები ვინც აკმაყოფილებენ და ვინც არა, ეს ამომრჩეველი გადასაწყვეტია, მან ძალიან კარგად იცის, მსჯელობს ამაზე და ჩემი სათქმელი ნამდვილად არ არის, არ იქნებოდა კორექტული. რო დაუბრუნდეთ, მაინც რაღაცა მინდა ვთქვა კონსტიტუციის მოთხოვნებზე, რომელიც მე მგონი ადვილი არის და წაიკითხოს ყველამ ბოლოს და ბოლოს კონსტიტუცია. მაგრამ აბსურდი ის არის, რომ მე რო ვიყო მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქე, ალბათ შევძლებდი რაღაც მუხლები არის სრულიად გაუგებარი, შემოტანილი სხვათა შორის ბოლო პერიოდში, პირდაპირ გამოჭრილი იმისთვის, რომ ზოგიერთებს მოერგოთ და ის არავის არ აწუხებს, რომ დღეს შეიძლება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვთქვათ, გერმანელმა, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და არანაირი კავშირი, ვთქვათ, საქართველოში, გარდა ის, რომ დაიბადა. ანუ ესენი არსებობს, მაგრამ რაც მეხება მე, ის ყველაფერი ძალიან ნათელი არის, თუ არ არის მცდელობა, სწორედ რასაც თქვენ ახსენებდით, ანუ მხარდამჭერებში რაღაცა ეჭვების გაჩენა, მობილიზაციისთვის. თქვენ დასვით კითხვა, რომელსაც მე შევეცდები, თქვენ დაგისვათ იგივე კითხვა, თქვენ მიმართეთ პრემიერ-მინისტრს, ანუ გაძლევთ თუ არა პრემიერი პირობას, ან გარანტიას რეალურად მიიღეთ თუ არა მისგან პასუხი, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველგვარი პოლიტიზირების და მიკერძოების გარეშე ჩატარდება. ეს არის პირველი კითხვა, რომელზედაც მე მოვისმინე განცხადებები ყველა მხრიდან. სხვათა შორის მთლად დამაკმაყოფილებელი განცხადებები არა პარლამენტის თავმჯდომარესგან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვცდილობთ, კარგები ვართ და გვინდა. არაფერი გვინდა, არ გვინდაზე არ არის დამოკიდებული და ის ცვლილება, რომელიც მას ეხება, რომელიც უნდა იყოს შემოტანილი კონსტიტუციაში, ის არ არის საჭირო იმისთვის, რომ სამართლიანად განიხილოს CSKOM დღეს ჩემი მოთხოვნები კანდიდატობაზე.
რომ გარკვეული იყოს ყველასთვის. ის ცვლილება მერე შევა თუ არ შევა ინოგურაციამდე, ის მერე შევა ან არ შევა და ეს არ განაპირობებს ჩემ კანდიდატობის დარეგისტრირებას. ასე რომ ეს განცხადებები ერთია, მე უკვე მივესალმე ბევრჯერ, მაგრამ ეხლა საინტერესო იქნება რა მოხდება რეგისტრაციის მომენტში. და ისიც მინდა ვთქვა, რომ რატომღაც ჩემ რეგისტრაციაზე მიდის ეს გაუთავებელი მსჯელობა, როცა გუშინ გადავხედე იმ სიას 26 კანდიდატის და იმ სიაში მე არ დავინახე არც ერთი სერიოზული კანდიდატი. ჯერ არავინ არ არის დარეგისტრირებული. თუმცა ალბათ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ სხვა კანდიდატები აღიქვამენ სალომე ზურაბიშვილს სერიოზულ კონკურენტად. მაინც საინტერესო იქნება დღეს პოლიტიკურ წრეებში აკეთებენ განცხადებას, რომ ოცნების ერთ-ერთი სერიოზული მეტოქი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში თითქოს სახელდება მაინც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე. თქვენ იზიარებთ თუ არა ნაწილობრივ მაინც ამ მოსაზრებას, ან თავად სალომე ზურაბიშვილი რამდენად სერიოზული კონკურენტი იქნება ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის? ეხლა ესეც ცოტა უხერხულია რომ ჩემგან მოდიოდეს. მე ვთვლი რომ ვარ სერიოზული კონკურენტი და თუნდაც ეს კამპანია რაც მიმდინარეობს, მე მგონი ამისი ერთ-ერთი მტკიცება არის, რომ რატომღაც ალბათ უშლი ვიღაცეებს ხელს. ეხლა მე არ მგონია და კიდევაც ვთქვი და მე მგონი თქვენ ეთერშიც ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს სერიოზული დღეს კონკურენტი მეორე ადგილისთვის ამ ქვეყანაში. იმ ყველაფრის მერე, რაც ყველამ ვიცით, რაც მოხდა, როგორ ჩატარდა ეს 9 წელი და რა განწყობები არსებობს ქვეყანაში. თუ არა ხელოვნურად წინ წამოწეული, ან ეს, ან სხვა კანდიდატურა. აქ შეიძლება იყოს მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, რომ ხელოვნურად იყოს წინ წაწეული სხვა კანდიდატები, იმიტომ ის სხვა კანდიდატები უფრო ხელსაყრელი არის და უფრო ადვილად მოეგიერებენ. ეს მესმის პოლიტიკაში ყველას ეს გვესმის კარგად. და აქვე უნდა კითხოთ იგივე მთავრობის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, თუმცა თქვენ კიდევ გააკეთეთ დამატებით განცხადება, მაგალითად თქვენი ციტატა იყო ასეთი: ამ ხელისუფლების საგარეო კურსი ჯერაც გაურკვეველია, ჯერაც იმ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს ვიყავით. ანუ ყველაფერი განცხადებების დონეზეა და რეალური პოლიტიკა არ არის წარმოებული. ანუ რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს დღეს? მე მგონი ნათელი არის კიდევ უფრო. გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ინტერვიუ გაკეთებული რუსეთის მიერ, რომელსაც როგორც ჩანს ქვეყანაში ოფიციალური მოპასუხე არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში გუშინ არ გააჩნდა და ჩემი პასუხის გარდა ვერ ვნახე სერიოზული პასუხი იმ დონეზე, რაზედაც უნდა ყოფილიყო ის პასუხი. სხვათა შორის ვერც კანდიდატებისგან ვერ მოვისმინე. ანუ ეს სჭირდება ქვეყანას მოპასუხე იმ დონეზე, რასაც ქვია პრეზიდენტის დონეზე, უნდა იყოს რეალური ძალა და კომპეტენცია იმისი, რომ ისე რომ ვიღაც პიარისტმა არ მოგიმზადოს და ან ჯგუფმა იცოდე ამ შემთხვევაში როგორ უნდა უპასუხო და რა უნდა უპასუხო. ეს მოეთხოვება გინდათ პრეზიდენტს, გინდათ მთავრობას, რომ რეაგირებაზე არ იყოს რაღაცა დაყოვნებები და მერე უხერხული პასუხები. ქვეყანას მეტადრე ჩვენ მდგომარეობაში და მეტადრე როცა ასეთი გამოწვევები არის საერთაშორისო დონეზე. თუ არ ეყოლება ის ადამიანი, რომელსაც აქვს ამისი გამოცდილება და ამისი ცოდნა, მაშინ არ ვიცი, ვის ვუტოებ ქვეყანას და რა ხელში იქნება ის ქვეყანა მეტადრე, როცა პრემიერი წავა. ნუ რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტის განცხადება უკვე საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე მოისმინა. ის უწონებს დაუშვათ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის დამოკიდებულებას ქართულ-რუსულ კონფლიქტთან მიმართებაში პრეზიდენტის კრიტიკის საკითხში. რეალურად როგორ შეგიძლიათ თქვენ გამოხმაუროთ და შეაფასოთ იგივე მედვედევის განცხადება, რომ ის იძულებული გახდა ამ პროცესში ჩართულიყო, რადგან პროვოკაცია და სერიოზული საფრთხე სწორედ საქართველოს მხრიდან მოდიოდა. მე ეხლა არ შევაფასებ, იმიტომ ამ საგარეო თემებზე საერთოდ ბევრი მაქვს ნათქვამი და ეხლა ძალიან მოკლედ არ მინდა ეს. მე
თქვი და გუშინდელი ჩემი განცხადება მე მგონი ვრცლად არის უკვე ყველგან დატრიალებული. მე ვთქვი რომ არ შეიძლება წინაპირობებით დაიწყოს რამე დიპლომატიური ურთიერთობები, იმიტომ წინაპირობები მაშინ წაგვიყვანს შორს ისტორიაში უკან და სადაც ორივე მხარეს აქვს ალბათ და ჩვენ მხარეს ძალიან სერიოზული ბრალდებები ასევე. ომზე მე ყველაფერი მაქვს ნათქვამი, მაგრამ მე არ მგონია რომ სწორი იყოს რომ რუსეთის პრეზიდენტი აფასებდეს სხვადასხვა ქართულ პოლიტიკოსებს ან მთავრობის წევრებს, ასევე არ მგონია სწორი ასეთი ჩარევა პოლიტიკურ კამპანიის დროს. არაფერი დღეს საჭიროება არ არსებობდა ასეთი ინტერვიუსი, გარდა ის რომ ჩვენ ვართ კამპანიაში და ეს არის ძალით შემოტანა ამ თემის ქართულ პოლიტიკურ კამპანიაში, რომელიც ნათელი არის ვის შეიძლება უწყობდეს ხელს, მე მგონი. და ჩვენ ამას ყველა გაიგებს კარგად. ეს არის ჩარევა. მიუღებელი არის დამოუკიდებელი ქვეყნისგან და დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ. ასეთი ჩარევები ჩვენ წარსულში ვიცით, მაგრამ მე მგონი რომ დღეს უკვე ქართველი საზოგადოება უფრო მზად არის ამისთვის, უფრო კარგად ხედავს ყველაფერს და იმდენად მიჩვეული არის, რომ ამ ყველაფერში მე მგონი შეცდომას არ და საუბრის ბოლოს მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თქვენ საარჩევნო კამპანია შტატებში ემიგრანტებთან შეხვედრით დაიწყებს. როდიდან იწყებთ ოფიციალურად უკვე ამომრჩეველთან შეხვედრას? 17 აგვისტოს მექნება აქ დიდი შეხვედრა ნიუ-იორკში, მექნება თვის ბოლომდე ვაშინგტონში. ეხლა მუშაობთ იმაზე, რომ შეიძლება კანადაშიც იყოს, შემდეგ პარიზში ვაპირებ და მერე უკვე იწყება თბილისში. დაბრუნდები და დავიწყებ კამპანიას პირველ რიგში რეგისტრაციით. დიდი მადლობა, მოკლედ საკმაოდ დიდი გეგმები გაქვთ. თქვენ წარმატებებს გისურვებთ. სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დღის კიდევ ერთი მთავარი თემა. პროტესტის უკიდურესი ფორმები ციხეებში. ხელის მაგიდაზე დაჭედება, ფეხით ხის ჯვარზე მიჭედება, თავის დაწვის მცდელობა, შიმშილობა, პატიმართა ნაწილი მათი საქმეების ხელახალ გამოძიებას ითხოვს, ნაწილი ადმინისტრაციის წევრთა მოხსნას ან საპატიმრო პირობების გაუმჯობესებას. შეიცვალა თუ არა მსჯავრდებულთა ყოფა რამდენიმე ფართომასშტაბიანი ამნისტიისა თუ შეწყალების შედეგად სისტემის გადატვირთულობის პრობლემის მოხსნის შემდეგ. არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ცალკეულ საპატიმროებში არაფორმალური მმართველობისა და ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის შესაძლო ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთ მაგალითად გეგუთის ციხეში პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ისტორიას ასახელებენ. რა ხდება სასჯელახსნილების სისტემაში? ჩვენ შეკითხვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უპასუხებს ეკა ბესელიამ. სასჯელახსნილების რამდენიმე დაწესებულება მოინახულა და პატიმართა პრეტენზიებს პირადად გაეცნო. საღამომშვიდობის ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე ვიცი რომ საკმაოდ დატვირთული კვირა გქონდათ, თქვენ თითქმის უმეტეს დაწესებულებაში იმყოფებოდით და თავად ისმენდით პატიმართა პრეტენზიებს. რეალურად რას მოითხოვენ, რა პრეტენზიები აქვთ მსჯავრდებულებს? საღამომშვიდობის ირაკლი, მოგესალმებით თქვენს და მაყურებელს. მე განსაკუთრებით მინდა თუ არის შესაძლებლობა რომ იმ მჟავრდებულებმა ნახონ ეს გადაცემა, მათ მინდა მივმართო და მინდა კიდევ ერთხელ უთხრა მათ, რომ ისედაც შერყეული ჯანმრთელობის ფონზე, რაც მათი ბოლო წლებში უმძიმესი გადატანილი, უმძიმესი მართლაც წლების და გადატანილი ძალიან ძიმე და არაადამიანური მოპყრობის შედეგია. ამ ფონზე ისედაც ძალიან ბევრ მათგანს აქვს საკმაოდ ძიმე ავადმყოფობა, შიმშილობა, მათთვის ბუნებრივია, არის ძალიან სახიფათო და მე იმედი მაქვს, რომ ისინი ასეთ უკიდურეს ფორმას არ მიმართავენ თავიანთი პოზიციის გამოსახატად. მე შევხვდი ასეულობით პატიმარს. ქსანში შევხვდი ყველა მოშიმშილე პატიმარს და მათ იმ დღესვე შეწყვიტეს შიმშილობა და ისინი ვინც ახლა შიმშილობენ, როგორც მომაწოდა ეს ინფორმაცია სია სასჯელახსნილების მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე ახალი გვარი არის ამ სიაში, რომლებიც იმ დღეს იმ შეხვედრაზე არ იყვნენ და მოგვიანებით როგორც ჩანს მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება. მე ამის შემდეგ შევხვდი რუსთავში არა მარტო იმათ ვინც შიმშილობდა,
მათ შორის იყვნენ მშრალ შიმშილობაზე მყოფი პატიმრები, არამედ უკვე თვითონ ზონაში, ესე ვთქვათ, ღია სივრცეში ყველა იმ პატიმარს, ვინც კი მოვიდა და იყო მართლაც უამრავი მჟავდებული, რომელთანაც მე მქონდა როგორც ზოგადი, ასევე პერსონალური საუბრები და წამოვიღე ძალიან დიდი მასალა, ბევრი წერილი. მინდა კლასიფიკაცია გითხრათ, ჩვენ ახლა ვაჯგუფებთ ამ საკითხებს. ამ დროისთვის შემიძლია უთხრა მათ, რაც დავპირდი, რომ მეორე დღიდანვე დაიწყებდა ჩვენი კომიტეტი მუშაობას აი ამ განცხადებებზე. მე სწორედ ეს პირობა შევასრულე და შევქმნით სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. ერთი ადამიანი ჩვენ ვთხოვეთ, რომ გამოეყო საშუალო ახსულების დაწესებულებას და მათ მოგვაწოდეს კანდიდატურა, ვინც სამუშაო ჯგუფში, ეს არის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩაერთვება ამ სამუშაო პროცესში. ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ და სწავლობენ ინდივიდუალურ შემთხვევებს. აქ არის სამი ძირითადი პრობლემა. ის, ვისაც ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება და ნახე იქ იყო რამდენიმე გვარი, ვისაც საბჭოზე, ანუ პირველი ეტაპზე ეთქვა უარი. ისინი ამბობენ, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება. ყველა გვარი, რომელიც მე მათ ჩამაწერინეს, რომ მათ უარი ეთქვათ, მე შევპირდი და ამას აუცილებლად გავაკეთებ, რომ შემდეგ კომისიაზე და არა საბჭოზე. კომისიაზე მე ამ ყველა გვარს წარვადგენ განსახილველად ყველა კონკრეტულ შემთხვევას და მოვისმენ რა არგუმენტებით ეთქვათ მათ უარი და ისადაც არსებობს კანონიერი საფუძვლები მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმოჩნია, რომ ამ უფლებით უნდა ისარგებლოს. ბოლო დღეების განმავლობაში განმავლობაში ეს საკითხი, რომელიც შემიძლია მათ უთხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად ისმის საუბარი, რომ ციხეებში არის საგანგაშო მდგომარეობა. გასაგებია ცალკეული მოთხოვნები ამ ადამიანების იქ არის საუბარი, ასევე ადმინისტრაციაში სერიოზული რეფორმების და საკადრო ცვლილებების გატარებას და ასე შემდეგ. რამდენად დაცულია მათი უფლებები წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირა საკმაოდ ბევრ პრობლემაზე მახვილდება ყურადღება და ეს შიმშილობის ესა თუ ის ფორმა, ამ პროტესტის ფორმა არის შეფასებული როგორც საგანგაშო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მოპოვებული? ირაკლი, მე მინდა გითხრათ, რომ სრულიად განსხვავებული მოცემულობა რაც იყო არჩევნებამდე და რაც არის დღეს. მე როდესაც პატიმრებს შევხვდი წინა კვირაში, მე მათ რაღაც სპეციალურ და საგანგებო ოთახში კი არ შევხვედრი ვარ. შევედი იმ საკნებში და იმ ოთახებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და მათ იქ ველაპარაკე, მათ შორის ყოველგვარი მეთვალყურეების გარეშე და ძალიან გულახდილი საუბარი ჰქონდათ. ცნობილი ფაქტია, რომ მათ აქვს ძალიან მაღალი სანდოობა და გამოხატეს ეს ღიად ჩემს მიმართ და მე მადლობელი ვარ, რომ იქ ძალიან ბევრმა შეწყვიტა, მათ შორის მშრალი შიმშილობა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. არცეც არ უთქვამს, რომ რომლის მიმართ ადგილი ჰქონდა, რომელიმეს მიმართ ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავდა ძალადობრივ ქმედებას. ძირითადად პროტესტი იყო მოსამართლეების მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაზე. სასჯელთა შეკრების წესი ჩვენ გავაუქმეთ, იცით რომ ახალი პროცედურები დავადგინეთ და ეს არ არის მასობრივი შემთხვევა, მაგალითად რუსთავში მითხრეს, რომ 400-დან 350 მჟავდებულს შეეცვალა სასჯელი, მაგრამ ის 50 ადამიანიც, ვისაც დაუტოვეს იგივე სასჯელი, ისინი აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ უსამართლოდ მოხდა მათი სასჯელების გადახედვა. აი ასეთ შემთხვევებს უნდა განსაკუთრებული ყურადღება და მოსამართლეებმა უნდა იხემძღვანელონ სამართლიანობის პრინციპით. სამწუხაროდ რამდენიმე გვარი ცნობილი გვარები მოსამართლეების ისევ დასახელდა და მე გავაჟღერე კიდეც მათი თხოვნით. ერთ-ერთი იყო ბატონი ჩემია, იყო კიდევ იქ რამდენიმე მოსამართლე, თუ არ ვცდები გირგვლიან საქმეზე, ვინც მონაწილეობდა იმ მოსამართლეებთაგან, რომელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ პატიმრები და მესამე და მთავარი, ეს არის უკანონოდ გამოტანილი განაჩენების გადახედვა. ძალიან ბევრი პატიმარი ნახე, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული და სასჯელს იხდის. მე მათ უთხარი, რომ სექტემბერში ველოდები ჩვენ ამ კანონპროექტს, რომელთაც ხარვეზების
დამდგენი კომისია უნდა შეიქმნას, იქამდე შეუძლებელია უბრალოდ ამ განაჩენების გადახედვა მექანიზმის არარსებობის გამო, თუმცა დღესვე არის შესაძლებელი და მე მიმაჩნია რომ ეს პროცედურა ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ფაქტების გამოძიების დაწყება, რომელზედაც ცემის წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებს ასახელებენ. ასეთი ბევრი პატიმარი ვნახე ირაკლი, მე ვნახე იქ პატიმარი, რომელსაც კიდურები არ აქვს, ხელები არ აქვს, ეტლში მყოფი პატიმრები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან. ეხლა ვსწავლობ ჩვენ ამ შემთხვევებს და კომისიაზე, რომელმაც უნდა განიხილოს ძიმე ავადმყოფების კატეგორია ექვემდებარება თუ არა სასჯელის გადავადებას თუ გაუქმებას, აი ეს კატეგორია პატიმრების უნდა განიხილო და მე მიმაჩნია რომ სამართლიანი იქნება თუ ასეთ ადამიანებს გავათავისუფლებთ, იმიტომ რომ ხა უხელო ადამიანი, უფეხო ადამიანი, რომელიც ვერ გადაადგილდება სასჯელს, ის ვერ იხდის რეალურად. ის არის წამების ტოლფას, იმიტომ რომ სხვა პატიმარზეა დამოკიდებული. ესეთი განსაკუთრებული შემთხვევები უნდა გამოვყო. იყო ძალიან მადლიერი დამოკიდებულებას პატიმრების მხრიდან არ შემიძლია ესეც არ ვთქვა მოპყრობასთან დაკავშირებით. ეხლა პირობები იცით, ის ვისაც სამედიცინო დახმარება ჭირდება და ასეთი ყველა პატიმარია, მე ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა სჭირდება. ამ ხრივ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და საშუალო ახსოვების მინისტრის მოადგილეც მახდა და ვისაუბრეთ, რომ ის ვისაც ჭირდება დახმარება, მე გადავეცი კიდე წესია, რომ მათ აუცილებლად გაუწევენ სამედიცინო დახმარებას და მონიტორინგს გაუწევენ. გასულ კვირას გამოქვეყნდა კვლევა. ამ კუთხითაც მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც შეგვიძლია ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვაროთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ვისაც კი ჭირდება მედიკამენტები, როგორც ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს, თუ ის მოპოვებადია და არსებობს ფიზიკურად, უნდა მივაწოდოთ, იმიტომ რომ პატიმარს როცა ჭირდება ექიმი და წამალი, მას აქვს უფლება ეს მიიღოს და ჩვენ ამის უზრუნველყოფა შეგვიძლია. ამაზე მუშაობთ, მე ეს მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენ და ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, აი რომელიც მე იმ დღეს მოვისმინე, რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორც გითხარით, ასეულობით კონკრეტული პატიმრის ისტორიას ვისმენდი, დაწყებულია ეს პროცესი. უბრალოდ ბუნებრივია შეუძლებელია ერთ დღეს ყველა პრობლემის გადაწყვეტა, განსაკუთრებით, როდესაც ეხება უკანოდ გამოტანილ განაჩენებს საქმე, მაგრამ ეტაპობრივად შეიძლება ამ პრობლემების დაძლევა. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება იქ რიგ შემთხვევაში რაიმე დარღვევა თუ არის, ამაზე თვითონ ღიად კონკრეტულად უნდა თქვან. მე მხოლოდ ერთი პატიმრისგან მოვისმინე იქვე საჯარო სხვათა შორის სამდურავი, სხვა დანარჩენებისგან ადმინისტრაციის მხრიდან მე ეს არ მომისმენია. იყო ჩხრეკასთან დაკავშირებით, რაც გააპროტესტა ერთ-ერთმა პატიმარმა, მან თქვა, რომ როდესაც პაემანზე შედის მისი ოჯახის წევრი, ჩხრეკის დროს ზედმეტად ჩარევა ხდება, ესე ვთქვათ, ამ პროცედურაში და გაცილებით უფრო ესე ვთქვათ, კორექტულ დამოკიდებულებას იხოვენ, ეს იქვე დაისვა საკითხი და ადმინისტრაცია 42 მუხლის წარმომადგენელი შემოგვერთება, მასაც აქვს კონკრეტული მონიტორინგის შედეგები. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ლევან კორტავას საქმეს ეხება, მე მახსოვს, როდესაც ეს პირად კონტროლზე აიყვანეთ, თქვენ რადგან ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით და სწორედ კორტავა ფოთიდან იყო, ის საკმაოდ ბევრ დარღვევებზე მახვილდება ყურადღება. გაურკვეველია, როგორ მოხდა გლდანის ციხიდან მისი გადაყვანა გეგუთის ციხეში. ასევე ეგრეთ წოდებული მაყურებლების საკითხი იკვეთება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ საქმის ხელახალ გამოძიებას მთელ რიგ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. თქვენ შეგიძლიათ თუ არა ისაუბროთ ამ ხარვეზებზე, რაზეც უფლებადამცველები საუბრობენ? დიახ, კორტავა საქმე ნამდვილად არის ჩემი განსაკუთრებული ყურადღებისა და მონიტორინგის ქვეშ და ჩვენი კომიტეტი მუშაობს. ალბათ რამდენიმე დღეში, მოკლე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ ამ პროცედურას, ველოდები რამდენიმე კონკრეტულ ღონისძიებას და არ დაგიმალავთ, პირადად მინდა ამ დღეებში გეგუთის კოლონიაში პატიმრებს შევხვდე, ვიზეც უშუალოდ არის საუბარი. პროკურატურამ იმუშავა ამ საქმეზე და ეს დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, მე ვიტყოდი, მართლაც აი უმძიმესი ტრაგედია, ადამიანურად მართლაც ძალიან მიჭირს ამას საუბარი. ეს დანაშაული გაიხსნა, თუმცა ოჯახს აქვს განცდა, რომ რაღაც კითხვები არის შენ კიდევ პასუხგაუცემელი. მე მას შემდეგ, რაც აი ამ რამდენიმე აუცილებელ ღონისძიებას გავატარებთ, კიდევ და ველოდებით რამდენიმე ინფორმაციას და ვამოწმებთ, მე შემეძლება უკვე საბოლოო დასკვნა გითხრათ და ასევე მიმაჩნია, რომ ის რატომ იყო გადმოყვანილი და რა
რატო მოხდა საერთოდ ის რომ ადმინისტრაციამ ხელი არ შეუშალა ასეთ ვანდალიზმს რაც განხორციელდა როცა ასე სასტიკად აწამეს და ცემეს ეს ახალგაზრდა ბიჭი მე ეს პასუხისგებელი პირები 7 ადამიანი პასუხისგებაში მიცემულია თუმცა კითხვები რომელიც ოჯახს დარჩა და მე ვფიქრობ რომ ეს კითხვები ისმება სამართლიანად ამ კითხვებზეც პასუხი უნდა გაეცეს მე მივეხმარები ლევან კორტავას ოჯახს ნამდვილად რომ ყველა კითხვაზე მათ პასუხი მიიღონ და რაც შესაძლებელია მაქსიმუმს ეგრეთწოდებული კრიმინალური ავტორიტეტები იკვეთება თუ არა და პირადად თქვენ სვამ თუ არა ამ მიმართულებით კითხვას კრიმინალური ავტორიტეტების ინტერესებში თითქოს შედიოდა კორტავას დასჯა და ამის მიხედვით მოხდა მისი გადაყვანა ერთი ციხიდან მეორე ციხეში ბევრი ვერსია არსებობს აი მე ეს კითხვა როდესაც აი ამ დეტალებს ვეცნობი განსაკუთრებით რაც პროკურატურამ ამ დროისთვის დაადგინა ეს კითხვა მეც გამიჩნდა იმიტომ რომ რაღაცა მართლაც ცოტა უცნაურია რომ კორტავას დასჯაში ჯერ რაღაც ადმინისტრაციასთან კონფლიქტი დაიწყო და შემდეგ უკვე პატიმრები ჩაერთნენ და რა ხომ არ იყო აქ რაიმე ტიპის რაღაცა წინასწარი თანხმობა მე ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მინდა წერტილი დავსვა იმიტომ რომ გამოძიება ვიცი რომ ჯერ დასრულებული არ არის თუმცა მაქვს კიდევ რამდენიმე კითხვა მათ შორის აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რომელზედაც მე პასუხი მექნება მას შემდეგ რაც პირადად გავესაუბრები ცოტა უცნაურია როდესაც რამდენიმე პატიმარი იმ გეგუთის კოლონიიდან წერილს აგზავნის პარლამენტში და კანცელარიაში რომ ადმინისტრაციას ნუ ვახსენებ ასეთი შინაარსის წერილი იყო და რომ ადმინისტრაცია არაფერ შუაში არ არის მე მგონია რომ აი ასეთ წერილის დაწერაშიც ვიღაცის ხელი ურევია რაც ასევე ჩემთვის კითხვას ბადებს და კიდევ ერთხელ ვამბობ შეგნებულად არ ვსვამ წერტილს იმიტომ რაღაც საკითხები კიდევ მინდა რომ გადამოწყვდეს და საბოლოოდ უახლოეს პერიოდში ეს შესაძლოა ეს წერილები სწორედ პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის ეგრეთ წოდებულ უკანონო კავშირებზეც მიუთითებდეს რაც აუცილებლად უნდა იქნეს ალბათ აღმოფხვრილი თუმცა ოფიციალური პირებიც მთავრობის წარმომადგენლებიც არ მალავენ რომ შესაძლოა რაიმე უკანონო კავშირები ამ მიმართულებით ციხეში არსებობდეს ალბათ თუ ეს საქმე არ იქნა გამოძიებული ბოლომდე კორტავას საქმე ერთგვარი წახალისება იქნება ზოგიერთ იმ ადამიანისთვის რომელიც ძალადობას ისევ ცდილობს ციხეში ხო დამეთანხმებით ალბათ რასაკურველია ირაკლი გეთანხმებით, ამიტომაც ძალიან პრინციპულია თავად ვიცი მინისტრის სოზარ სუბარის პოზიცია და პროკურატურის რომლებიც აქტიურად მუშაობენ და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ეხა ეს სამ საქმის დრამატული და მართლაც შემზარავი სურათი ის რომ 24 წლის ახალგაზრდა ბიჭი აი ესე სასტიკად იყო მოკლული მე იმედი მინდა ვიქონიო რომ ეს იქნება ერთი შემთხვევა და არასოდეს ეს არ განმეორდება მაგრამ ამ ერთ კონკრეტულ ტრაგედიაზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანალიზი და ის პრობლემები რომელიც გამოიკვეთა ამ დროისთვის ამ პრობლემებს თვალი არ უნდა დაუხუჭოთ და უნდა ამას სწრაფად რეაგირება იმიტომ რაღაცა ტიპის აი ესეთი კავშირი რაღაც გამოჩნდა სრულიად ისეთი უცნაური კავშირი და უკანონო კავშირი მე ვიტყოდი რაღაც ჯგუფსა და ადმინისტრაციას შორის და ეს ბოლომდე უნდა გაირკვეს და დაუჟელი თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ არის დასაყენებელი არ უნდა დარჩეს გარდა იმ ადამიანებისა ვინც ამ დროისთვის არის მხილებული და ჯერ კიდევ პროცედურები მიმდინარეობს და ასევე მინდა უთხრა ლევან კორტავას ოჯახის წევრებს მე იმ ოჯახში ვიყავი და ვიცი მათი უმძიმესი მდგომარეობა სხვა შორის იმ ოჯახს ჭირდება მხარდაჭერა ჭირდება თანადგომა ჩემგან მათ ეს აქვთ მაგრამ მე მგონია რომ კიდე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მათ არ დარჩეთ განცდა იმისა რომ ამ საქმეზე რაღაცა კიდევ დარჩა პასუხგაუცემელი იმის ანაზღაურება ეხა იმ ტკივილის დაამება რაც მათ მიიღეს შეუძლებელია მართლა მაგრამ აი ამას კიდევ არ უნდა დაუმატოთ სხვა ტრავმა ამ ოჯახისთვის სწორედ ამის გამო რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს ციხეში ხომ არ ფიქრობთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს რომელსაც ემხრობა სახალხო დამცველიც რომ სისტემატური სახე მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონიტორინგს ციხის ტერიტორიაზე და ეს უნდა განახლდეს მე მხარს უჭერ ამ იდეას და მიმაჩნია რომ ფართო მონიტორინგის შესაძლებლობის მიცემა და გაფართოება ამ მანდატის უფლებადამცველებისთვის ეს იქნება კარგი და ჩაკეტილი სივრცე ყოველთვის არის გრძელვადიან პროცესში არა სასურველი შედეგის მომტანი.
მეტი მონიტორინგი, მეტი გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა არის აუცილებელი, ასე რომ არასამთავრობოების ჩართვა ამ პროცესში იქნება ძალიან კარგი და მე ამ იდეას უჭერდი მხარს და დღესაც უჭერ მხარს. დიდი მადლობა. ეკა ვესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. ჩვენ ამ თემაზე, ანუ რაც ხდება ციხეში, უნდა გავაგრძელოთ საუბარი. თამარ გაბისონია, კონსტიტუციის 42 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ასაგებია მთავრობის პოზიცია. ბუნებრივია ისინი ყოველთვის ცდილობენ მეტნაკლებად მოგვაწოდონ თავისი ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ფლობენ, ან ასე თუ ისე ცდილობენ რომ მოიპოვონ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს გაცილებით სხვა ინფორმაცია შეიძლება გქონდეს და სწორედ ამიტომ გვინდა თქვენგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია. გააქვთ რაიმე კონკრეტული ფაქტები, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრჯერ გავიგონეთ უკვე რომ პატიმარი შიმშილობს, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, ამოიკერა პირი, კიდურით მიეჭედა ხეზე და ასე შემდეგ. მონიტორინგის შედეგები გააქვთ რა? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ტელემაყურებელს და დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად გააქტიურებულია პატიმართა თემა და ზოგადად საჯელსულების დაწესებულებაში არსებული ვითარება და მე ჩვენი ორგანიზაციის, ანუ კონსტიტუციის 52 მუხლის დაკვირვების შედეგები მინდა გაგაცნოთ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, კვლევის შედეგები, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ წერილებს ციხიდან, ჩვენ ვიღებთ წერილებს ოქტომბრამდე, ოქტომბრის შემდგომაც და ვიღებთ დღესაც. ანუ შესაბამისად მინდა რომ გარკვეულწილად ჩვენი დაკვირვების შედეგები გითხრათ. თუ კი თავდაპირველად, ანუ ოქტომბრამდე, სანამ არჩევნებამდე, თუ კი მოდიოდა წერილები ციხიდან და ძირითადად ითხოვდნენ, რომ სამართლებრივი დახმარება გაგვეწია იმის გამო, რომ ისინი იყვნენ უკანონო პატიმრობის მსხვერპლნი და ასე შემდეგ, მათ სურდათ გაესაჭიროებინათ ძირითადად ევროსასამართლოში ითხოვდნენ ჩვენს დახმარებას და წარმომადგენლობას. შემდგომ ოქტომბრის შემდგომ შეიცვალა ვითარება და მოგმართა ძალიან დიდმა რაოდენობამ პატიმრებისა თხოვნით, რომ ისინი იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, სხვადასხვა ფორმის ძალადობის, იყო ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა და შესაბამისად ითხოვდნენ ჩვენს დახმარებას. ჩვენ 114 პატიმრის წარმომადგენლობას ვახორციელებთ საქართველოს პროკურატურაში იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ციხეში ძალადობის მსხვერპლნი. და რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ძირითადად პატიმრები მოგმართავენ თხოვნით, რომ მათ მიმართ იქნეს ადეკვატური მკურნალობა გამოყენებული, რომ ისინი არიან დაავადებულნი და რომ მათ მიმართ არ ხორციელდება შესაბამისი მკურნალობა. ასაგებია, კვლევის შედეგებიც არსებობს, თუმცა აქვე გითხავთ, რადგან ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ძირითადად მოითხოვენ ბრალის და განაჩენის გადახედვას და ზოგიერთი მათგანი ითხოვს, რომ კარგად გადახედონ, რათა მოხდეს მათი გათავისუფლება, ბრალი არ მიუძღვის. თუმცა არ აქვთ თითქოს ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები. ასევე მედიკამენტებთან საკმაოდ ბილად ისაუბრა ქალბატონმა ეკამ, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი არის მოგვარებად. თუმცა მე პირადად მაქვს სხვა ინფორმაცია, რომ საჩელავსლობის დაწესებულებაში მედიკამენტების მხრივ არის რთული ვითარება დღემდე. ანუ სწორედ ამაზე მინდოდა გამესვა ხაზი, რომ ჩვენს კონკრეტულ ორგანიზაციაში 52 მუხლში ცემისა და ძალადობის ფაქტზე, ფიზიკური ძალადობის ფაქტზე არ ყოფილა განცხადება შემოსული პატიმრის და არ გთხოვენ ამ მიმართულებით დახმარებას. თუმცა რა შეეხება მედიკამენტებს და შესაბამის ადეკვატურ მკურნალობას, ჩვენ ძალიან ბევრი პატიმრის შუამდგომლობით, როგორც მათმა წარმომადგენლებმა მივმართეთ საჯელსულების დაწესებულებას და შესაბამისად გვაქვს გარკვეული შედეგები. ზოგიერთის მიმართ ვადამდე ადრე გათავისუფლება იქნა გამოყენებული, ზოგიერთ შეეხო სხვადასხვა ამნისტირებული გახდა, ზოგი შეწყალებით, ზოგი მუდმივ მოქმედა კომისიამ გაათავისუფლა, გადაუვადა სასჯელის მოხდა და ასე შემდეგ. ეს შედეგები გვაქვს. მაგრამ ჩვენ ვართ იურისტები, ჩვენ ვართ ექიმები და ვერ შევაფასებთ ნამდვილად ადეკვატური არის თუ არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ის პატიმრები, რომლებიც ჩვენ მოგმართავენ, მათ არა აქვთ შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაიტარონ, ყველას არ აქვს, იმიტომ რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ვერ ვიტყვით რამდენად ადეკვატურად არის მკურნალობა, თუმცა ფაქტია, რომ როდესაც ჩვენი ადვოკატები ხვდებიან პატიმრებს, ისინი მართლაც უდად გრძნობენ თავს. ანუ ფიზიკური მონაცემებით არიან ცუდად და ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ განხორციელებული მკურნალობა არ არის ადეკვატური მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ეს არის ჩვენი დაკვირვების შედეგები, თუმცა ეს არ არის კვლევის შედეგები. თუმცა ნაკლებია და ფაქტიურად არ არსებობს ფიზიკური ზეწოლის ფაქტები და ადმინისტრაციასთან პრობლემები ამ მხრივ, ან ჩვენთან მომართვის მხრივ ნამდვილად ნაკლებია. მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ეს ფაქტი კორტავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც
რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო პასუხი გაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულების კონკრეტული თანამშრომლებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული პატიმრები, ხო? რომელსაც ეგრეთ წოდებული მაყურებლები, რომლებიც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს არის თუ ეს არის უკვე არის სისტემური პრობლემა, ეს არის გაცილებით საშიში, ვიდრე საუბრობენ, ფაქტია რომ არის პრობლემა. თუ ეს არის სისტემური პრობლემა, თუ პრობლემა არის, ეს დროულად უნდა აღმოიფხვრა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ და აუცილებლად გაგვეკეთებინა მიმართვა სხვადასხვა ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, სასჯელ აღსრულების სამინისტროს თხოვდით, რომ გააძლიეროს შიდა კონტროლი ამ და სხვა დაწესებულებებში და შესაბამისად მაქსიმალურად უზრუნველყოს არსებული ფაქტების გამოვლენა, უპირველეს ყოვლისა ფაქტების პრევენცია და თუ კი ვინმეს ბრალი მიუძღვის კონკრეტულ დანაშაულის ჩადენაში ან კიდე თუ კი ვინმე ეჭვმიტანილი, ასეთ შემთხვევაში მსგავსი რეაგირება ფაქტების შესაბამისი ორგანოსადმი შეტყობილი. იგივე როდესაც კორტავას საქმეზე ვსაუბრობთ, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ცხადყოფს ის მიმართვა, რომელიც თქვენ რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეთ. გაქვთ თუ არა რამე ინფორმაცია დამატებით, რაც შეიძლება იყოს ოფიციალური? ქალბატონი ეკაბესელია ელოდება გამოძიების დასრულებას და კიდევ რამდენიმე კითხვა არსებობს, რომელზეც მან არის საუბრა. რა ვერსიები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკმაოდ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით? ჩვენი განცხადება და ზოგადად ის გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო მასალებისადმი ადვოკატებს არ მიუწვდებათ ხელი, ანუ ჩვენ ვერ გეტყვით საქმის კონკრეტულ დეტალებზე. ჩვენი განცხადება დაფუძნებულია თვითონ საგამოძიებო ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებას. იმ დოზით, რა დოზითაც საზოგადოებისთვის ნობილი გახდა ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი იქნა დაკავებული ამ საქმეზე და ამაზე არ განმეორდები, იმიტომ რომ ვიცით ეს ფაქტები და ის რომ კონკრეტული პატიმრები და კონკრეტული თანამდებობის პირები, ბადრაგი და ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ამ კონკრეტულ ფაქტზე იყვნენ შემხელობა ჰქონდათ, მათ მიმართ არის პასუხისმგებლობა დამდგარი და ისინი არიან დაპატიმრებულები. თუმცა ჩვენს განცხადებაში ვითხოვთ არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტთან შემხებლობის მქონე ადამიანის დაკავებას და მის მიმართ კონკრეტული ღონისძიებების გამოყენებას, სადამსჯელო ღონისძიებების, არამედ ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხსაც, ვინაიდან მით უფრო თუ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს ადგილი და მაშინაც კი, როდესაც ეს პრობლემა არ არის სისტემური. ძნელად წარმოსადგენია ციხის ხელმძღვანელობას არ ქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი რამე ხდება და ვიღაც ბადრაგს ან კიდევ თანამშრომელს, რიგი თანამშრომელს მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება დაეკვეთა პრივილეგირებული პატიმრისთვის, ეგრეთ წოდებული მაყურებლისთვის გასწორებოდა მასთან პრობლემის მქონე კონფლიქტში მყოფ პატიმარს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებამ უნდა მიიღოს მაქსიმალურად ზომები იმ ადამიანის იმ პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, ვინც ხელმძღვანელობდა შესაბამის დაწესებულებას, ვინაიდან მეგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ ხელმძღვანელი უნდა იყოს ფხიზლად, უნდა იცოდეს თუ რას აკეთებენ მისი თანამშრომლები და უნდა აწარმოოს მენეჯმენტი იმგვარად, რომ მსგავსი ტიპის დახურულ დაწესებულებებში. ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ ხო არ გიჩნდებათ კორტავას საქმესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები? რამდენად ნორმალურად და სწორი მიმართულებით მიდის? შეგიძლიათ როგორც საქმის ჩახედული და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად ფლობთ თქვენ ინფორმაციას, თქვენ პროფესიიდან იგივე გამომდინარე იქიდან, რომ საქმის დეტალებს ჩვენ ვერ გავიცნობოდით, ჩვენ არ ვიცით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ვინ დაიკითხა საქმეზე, რა მტკიცებულებები დევს, როგორ ფასდება გარემოებები, გამომდინარე იქიდან, რომ ამას კანონმდებლობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას, მე მიჭირს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და კონკრეტულ საქმის დეტალებზე და კონკრეტულ რეკომენდაციებზე საუბარი. თუმცა ფაქტია, რომ ყოველ მხრივ უნდა ექნეს საქმე შესწავლილი და არა ძალმხრივად ან კონკრეტული მიმართულებით და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიების შედეგები იყოს მაგალითი იმისთვის, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს დახურულ დაწესებულებაში. ქალბატონ თამარ, თუმცა მე ცოტა ხნის წინ ქალბატონ ეკასთანაც ვისაუბრე, ამისაც აუცილებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობდნენ, რა ხდება სასჯელ აღსრულების სისტემაში. მან გამოთქვა სურვილი და თანხმობაც, რომ აუცილებელია მონიტორინგს აწარმოებდეთ. რამდენად გახსნილია ბოლო პერიოდში იგივე სასჯელ აღსრულების სისტემა თქვენთვის, რომ განახორციელოთ მონიტორინგი? ჩვენ გვახსოვს წინა პერიოდი, როდესაც გამოდიოდა ციხიდან ათობით საჩივარი და პრეტენზია წერილის სახით, თუმცა თქვენ ვერ ახერხებდით პატიმრებთან შეხვედრას. აი, ამ ხრივ დღეს რა სიტუაციაა? ძალიან კარგი შეკითხვაა და ძალიან დადებითი მომენტია ის, რომ თუ კი პარლამენტარები და ასევე სახალხო დამცველზე იყო საუბარი, რომელიც ეთანხმება საზოგადოებრივი მონიტორინგის არსებობას ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან დიდი ხანია
ვთხოვთ როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას რომ გარდა იმისა რომ სახალხო დამცველის მქონგის ქვეშ არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი რომლის მიხედვითაც რომელიც გაფართოებულია და საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლები არიან ამ ჯგუფში და ისინი ახორციელებენ ციხის მონიტორინგს ეს ვერ შეცვლის საზოგადოებრივი მონიტორინგის აუცილებლობას ანუ თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა როდესაც ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამუშაო საათებში ისიც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრის უფლება 10-დან 6 საათამდე 6 საათის შემდეგ ჩვენთვის ციხის კარები არის დაკეტილი და როგორც ადვოკატი ჩვენ ხამე სიტუაციაზე როცა განვახორციელოთ მონიტორინგი ან შევიდეთ კამერაში და ნახოთ რა სიტუაცია არის ან ნებისმიერ თუნდაც იმ ადგილას სადაც პატიმრები არიან ან ნებისმიერ ეს არა გვაქვს რა თქმა უნდა ეს არის ადვოკატისთვის გამოყოფილი კონკრეტული ადგილი სადაც ჩვენ ხვდებით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ის მოყავთ და მიყავთ განსხვავდება რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მონიტორინგისაგან როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეიძლება ნებისმიერ დროს ყოველგვარი დარეკვის შეთანხმების გარეშე მივიდეს საჯელსვლები დაწესებულებაში თავისი მანდატით, დამამტკიცებელი დოკუმენტით და ნებისმიერ ადგილას დაწესებულებაში შევიდეს და განახორციელოს მონიტორინგი და საზოგადოებას ამცნოს ინფორმაცია ან პრობლემების ან არსებული მდგომარეობის შესახებ. და ამაზე ალბათ ყველა მხარე თანხმდება, რომ დიახ, ეს არის ძალიან მისასალმებელი, რომ დანაშაული და იგივე პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტები, თუმცა ამიტავზე მაინც მთავარ საკითხად ლევან კორტავას საქმე რჩება, რომლის გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ და რეალურად გავიგოთ მთავარი მიზეზი უკავშირდება თუ არა ეს ეგრეთ წოდებულ მაყურებლებს და ალბათ ამაზე თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და საჯარო ახსნების სამინისტროს მხრიდანაც უნდა მოვისმენთ უფრო მეტი ინფორმაცია, ხო? დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თამარ გაბისონია, კონსტიტუციის 42 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო და თეაშველიძე შემოგვერდება დროებით. ახლა კი გავიგოთ რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ შეერთებულმა შტატებმა ალ-ქაიდას თავდამსხმელების საფრთხის გამო ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში 22 საელჩო დახურა. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ადგილობრივი სამხედროები იცავენ. ჩვენ შეგვიძლია რეპორტაჟი ვნახოთ. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შეერთებული შტატების 20-მდე საელჩო 10 აგვისტომდე დაიხურა. ორდღიანი პაუზის შემდეგ დღეს დიპლომატიური წარმომადგენლობა მხოლოდ ქაბულში, ბაღდადსა და ალჟირში გაიხსნა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ალ-ქაიდა აგვისტოში სავარაუდოდ ტერაქტებს გეგმავს. სენატორების ინფორმაციით სადაზვერვო რომ სამსახურები ტერორისტების კავშირებს ყურადღებით ადევნებენ თვალს. ტერორისტები თავიანთ გეგმებზე ბევრს საუბრობენ. დღევანდელი მდგომარეობა 11 სექტემბრის წინა პერიოდს ძალიან გავს. ფიქრობ, რომ უნდა გავაკეთოთ სწორი დაგეგმვა, რადგან რამადანი უკვე სრულდება. ვიცით, რომ ეს პერიოდი ტერორისტებისათვის ყველაზე საინტერესო დროა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ალ-ქაიდა დღესდღეობით უფრო ძლიერია, ვიდრე იგი 2001 წლის 11 სექტემბრამდე იყო. მათი თავდასხმა კი მრავალი მიმართულებიდანაა მოსალოდნელი. შეერთებული შტატების გენშტაბის უფროსის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე არა ეს გამოსაფხიზლებელი ზარია. ალ-ქაიდა დღესდღეობით ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის 11 სექტემბრამდე იყო. ორგანიზაციამ მუტაცია განიცადა. გავრცელდა და ჩვენამდე მოსვლა სხვადასხვა მიმართულებიდან შეუძლია. არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ქაიდას მთა ყველაზე სახიფათოა. ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო შეერთებული შტატები ამერიკის მოქალაქეებს მოგზაურობის შეზღუდვისაკენ მოუწოდებს. ვაშინგტონი დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას მადაგასკარში, ბურუნდიში, რუანდასა და მავრიტიუსშიც გეგმავს. უსაფრთხოების ზონები განსაკუთრებით გამკაცრებულია იემენის დედაქალაქ სანააში, სადაც საელჩოები გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც დახურეს. მოკლედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენ ცოტა ხანში ისევ ვიმოგზაურებთ და დღის სხვა ამბებს გავიგებთ. მანამდე დავბრუნდეთ საქართველოში და საათისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები შევიტყოთ. სოფო ჩაკვეტაძე გვერდდება. საღამომშვიდობის ირაკლი, მე მოკლედ გადაცნობ 7 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსარგზაო შემთხვევის შედეგად პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვია ძიძიგურის ოჯახის წევრები დაშავდნენ. დაშავებულთა შორისაა ძიძიგურის მეუღლე, 2 მცირეწლოვანი შვილი და ძმა. ყველა მათგან სხვადასხვა სახის მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება utარდებათ. ავტოსარგზაო შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ სამტრედიის რაიონში მოხდა. ბეჟოს მარკის ავტომანქანა
რომელშიც დეპუტატის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ხეს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება საპატრულო პოლიციამ უკვე დაიწყო. ჩვენ ამ წუთებში ვიღებთ სამტრედიიდან მასალას და მას მალე შემოგთავაზებთ. ლურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ღვინიაშვილი მთავრობას დია შაუშულზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ღვინიაშვილის განმარტებით ცეცხლის შედეგად ატმის სეზონის ჩავარდნის გამო კახეთში გლეხებმა ატმის ბაღები გაჩეხეს. ღვინიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით შაუშულზე სიუჟეტი გავიდა, მას მუნიციპალიტეტიდან დაუკავშირდნენ. დეპუტატის თქმით, შაუშულს აიძულებდნენ პასუხი გაეცა, რატომ ჰქონდა პრეტენზიები მთავრობასთან. საქმეს ლურჯაანის რაიონის დამგრებელი ემზარ ჯიქურაშვილი ეხმაურება. მისი განმარტებით, ღვინიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, როდესაც გლეხი ითხოვს მთავრობისგან, რომ მას მიექცეს ყურადღება და ნაცვლად ამისა, რომ იგი საკუთარ ბაღს იმის გამო, რომ მან ნახა ზარალი და ჩეხავს, მას ატარებენ დაკითხვებზე. ასე რომ მოუწოდებ მე კიდევ ერთხელ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ამ ზომების ნაცვლად პირიქით დადგეს თავისი გლეხის გვერდით. გავრცელდა სიუჟეტი დაახლოებით 2 დღისი. რომ სოფელ ჩუმნახში ერთ-ერთმა გლეხმა შაუშვილმა გაჩეხა ატმის ბაღი. ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილია. რაც შეეხება დღევანდელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს გურჯაანის რაიონში დაიწყო ატმის ბაღების გაჩეხვა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ცოტა ხნის წინ ბაჩუ ახალაიას Facebook-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლითაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალაიამ სჭარდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასჯელ აღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები. მაშინ, როდესაც სასჯელ აღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს ლევან კორტავა, აღნიშნული ციხის დირექტორი იყო მალხაზ სინაურიძე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისმგებაში მიცემული, არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემს წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ქურდების, ანუ ბუნტის საქმეში. ეს არის ბაჩუ ახალაიას განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით კვირეული გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა მიიღეს. მოწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენაც. ღონისძიებას ნაციონალური მოძრაობის წევრი სევდია უგრეხელიძე დაესწრო, რომელმაც კონცერტი გახსნა და ეროვნული უმცირესობების დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. მეგობრობის კვირეულს საქართველოს 2011 წლიდან აღნიშნავს, წელს კვირეული 30 ივლისს ვაკის მედიათეკაში გაიხსნა. ვისაც სახელი გააქვს თბილისის გარეთ მეგობრობის კვირეული, რაც გულისხმობს ერების უფრო მეტად დაახლოვებას და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ კვირეულში აქტიურად ჩაერთო ყველა ის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, კულტურული ჯგუფები, ანსამბლები, მოღვაწეები, ხელოვანი ადამიანები, რომლებმაც კიდევ უფრო გაალამაზეს ამ კვირეულის პროგრამა. დღეს თქვენ მოწმე ბრძანდებით დახურვის ამ ღონისძიების და იგი იხურება ძალიან საინტერესო გამოფენით და თბილისში მცხოვრების სხვადასხვა ერების წარმომადგენელთა ნამუშევრების გამოფენითა და მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა რიტუალებისა და ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენით, ასევე ჩვენ გავეცნობით მათ კულინარულ ნამუშევრებსაც, როგორც ჩემთვის ცნობილია. დავით რედარგემ მშვიდობებით თემა, რომელსაც ირაკლი ჩიხლაძე დაუთმობს თავისი გადაცემის ამ ნაწილს. სტიქია გურიაში, გარდა იმისა, რომ მდინარეები ადიდდა და დაიტბორა სახლები, დაზიანებულია გაზსადენიმილი, აჭარა გაზის გარეშეა დარჩენილი. ირაკლი. დიდი მადლობა სოფა. მოკლედ გავაგრძელოთ საუბარი და გავიგოთ რა ხდება დასავლეთ საქართველოში, სადაც უამინდობა ისევ გრძელდება, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, კურორტ ბახმაროში ნალექი თოვლის სახით მოვიდა, ამის შესახებ სხვადასხვა სააგენტოები უწყებიან, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფელი კი დაიტბორა. ლაშა ზარგინავა იმყოფება გურიაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ლაშა, საღამო მშვიდობის, რა ხდება ამ დროისთვის და რამდენად სერიოზულ ზარალზე საუბრობენ ოფიციალური პირები? ირაკლი, მოგესალმებით და გეტყვით, რომ არასტაბილური ამინდი გურიის რეგიონში ამ დრომდე ნარჩუნდება, მიუხედავად ამისა,
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, საერთო მდგომარეობა არის სტაბილური, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იყო დღეს დილიდან ლანჩხუთში და ლანჩხუთის სოფლებში, სადაც ადიდებულმა მდინარემა მსუბუქი ავტომანქანაც კი გაიტაცა, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონი იყო, რომლის გადმოყვანა და სამაშველო სამუშაოები დროულად მოხდა, აქედან გამომდინარე, მათ არანაირი ზიანი არ მიუღიათ. ლანჩხუთის სოფლების საერთო ზარალის ოდენობა ამ დრომდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის გამგეობაში უკვე შეიქმნა დილიდანვე შესაბამისი კომისია, თუმცა მათ მუშაობას აფერხებს ის, რომ ძალიან ბევრ სოფელთან მისასვლელი გზა ინტენსიური წვიმისა და მდინარეების ადიდების გამო ამ დრომდე მიუდგომელია. მდინარე იყო ადიდებული, მანქანა ფაქტიურად არ ჩანდა, მგზავრები გადმოყვანილი იყო მეზობლების დახმარებით, გამოყვანილი იქნა მანქანიდან და იყო ძალიან ძლიერი წვიმა, ველოდეთ წყლის დონის დაკლება, შეუძლებელი იყო ფაქტიურად მდინარის შესვლა, ველოდეთ წყლის დონის დაკლებას, როცა გადაიღო და დაახლოებით 15-20 სანტიმეტრი წყალმა დაიკლო და მანქანა დავინახეთ, სად იყო. შესული იქნა 2 მაშველი, რომლებაც ჩააბენ ბაგირი და გამოყვანილი იქნა ჩვენს მიერ აღნიშნული ავტომანქანა. ადიდებული იყო მდინარე და რო გამოვედი, წაიღო მანქანა მდინარე. და შემდეგ დაურეკე მეზობლებს მობილურ ტელეფონით და მეზობლების დახმარებით მე და ჩემი მეუღლე გამოვედით. შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ასევე სტიქიის მიზეზი გახდა ინტენსიური წვიმა და მდინარეების ადიდება, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ღამის 2 საათზე 2-დან 3 საათამდე გადაუღებლად წვიმდა, რამაც პატარა მდინარეების ადიდება გამოიწვია და მათ სახლებში შეუვარდა პირდაპირ წყალი. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ზარალის დათვლას მომავალი 2-3 დღე კიდევ დასჭირდება, თუმცა მათივე ინფორმაციით ეს ზარალი არ იქნება მცირე, მათ ამ შემთხვევაში აქვთ ცენტრალური ხელისუფლების დახმარების იმედი. ინფრასტრუქტურული პროექტები, ზარალი, რომელიც თქვა მაგალითად მილხიდები, მოსახლეობასთან მისასვლელი გზები, ესენი არიან, ეს გზები არის წყობრიდან გამოსული და შესაბამის სამსახურები კომისია არის შექმნილი, მიმდინარეობს დათვლა ზარალის და ამ წუთისთვის მთავარია წყლები მდინარეში თქვა ნორმაზე ემოთ არის ჩამოსული და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დილას მერე ვწმენთ და მოვწმინდეთ და მოვამშრალეთ ყველაფერი, მაგრამ წლების განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეოთხე ხელისუფლებას ვითვლი უკვე. დავდივარ გაუთავებლად, სანიაღური არხის საკანალიზაციო ჭა არის მოსაგვარებელი. ამ დროისთვის, როგორც უკვე გითხარით, გურიის რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ეს სტაბილურობა შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ამინდი ისევ არ გაუარესდება. როგორც უკვე გითხარით, შესაბამის კომისიები უკვე მუშაობენ რეგიონში და 2-3 დღეში გახდება ცნობილი ზუსტი ოდენობა, თუ რა სახის ზარალი მიადგა გურიის რეგიონს წუხანდელი წვიმის შემდეგ. ირაკლი ლაშა ზარგინავა საუბრობდა გურიიდან პირდაპირ ეთერში, თუ როგორი ამინდები იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მედია ამინდის პროგნოზიდან გავიგებთ. კიდევ ერთი მთავარი თემა აჭარის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. მაგისტრალურ გასადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და რეგიონს გაზმომარაგება 2 დღის განმავლობაში აღუდგება. რა გახდა გასადენის დაზიანების მიზეზი? პირდაპირ ეთერში თეონა ბაკურიძე გვერდება ბათუმიდან. თეონა, საღამომშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თუმცა რამდენად მასშტაბურია პრობლემა, თუ ეს არის უბრალოდ გადამეტებული ინფორმაცია, რომ აჭარა არის და კონკრეტულად ბათუმი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი? ირაკლი, რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით დილის 12 საათისთვის შეუწყდა, თუმცა ბათუმსა და სხვა ქალაქ-ქობულეთშიც, ასევე და რეგიონის სხვა ნაწილებშიც ბუნებრივი აირი მთელი დღის განმავლობაში შეფერხებით, თუმცა მაინც მიეწოდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას ის აირი, რაც მილში იყო დარჩენილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთელი დღის განმავლობაში რეგიონს არ უგრძნია ბუნებრივი აირის არქონა, თუმცა ალტერნატიულ წყაროებზე ფიქრი განსაკუთრებით დილიდანვე დაიწყეს რესტორნებმა და სასტუმროებმა. ერთ-ერთი რესტორნის მეპატრო
პატრონი აცხადებს, რომ მათ მართალია გააჩნიათ ალტერნატიული წყარო და ამას გამოიყენებენ, ეს იქნება ელექტროენერგია ან თხევადი აირი, თუმცა ეს იქნება გარკვეულ ხარჯებთან დაკავშირებული. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის არ ქონა ტურისტულ ქალაქში ტურისტების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გურიის რაიონის სოფელ გურიანთაში მდინარე ნატანებზე არსებული 500 მმ-იანი მაღალი წყევის გასადენზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა. კერძოდ მდინარის ადიდებამ გასადენის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც აჭარის რეგიონს შეუწყდა გაზის მიწოდება. მობილიზირებულია ყველა ძალები, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს გასადენის აღდგენა და სავარაუდოდ 2-3 დღე დასჭირდება. ცხელი წყალი მაქვს მზის გათბობა და პლუს კიდევ დენის წყაროთიც არის საშუალება რომ გათბეს. თუმცა გაზეც იყო, მაგრამ ხარჯები, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება გაზთან შედარებით. ცოტა დროის ფაქტორია, გადაკეთება გვინდა გასხურების და ცოტა არ ვზიანოთ ყოველ შემთხვევისათვის, მაგრამ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ალბათ ყველასთვის იმოქმედებს, მაგრამ რადგან დაზიანების მხრივ უნდა იყოს და უფრო მეტი დიდხანს არ გაგრძელდება, მით უკეთეს კარგი იქნება, რა ვიცით, აბა. ნამდვილად შეფერხება იქნება ხალხისთვისაც და ტურისტებისთვისაც, რა თქმა უნდა. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას წარმომადგენლებმა აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ განცხადება დღეს დილითვე გააკეთეს. ისინი კომპანიის წარმომადგენლები ხვალ უკვე გურიაში გაემგზავრებიან და მილსადენის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე დააკორდებიან, როგორც თეა ხოფერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უკვე აღნიშნა, ეს კომენტარი თქვენ უკვე მოისმინეთ, გაზის მიწოდება აჭარას დაახლოებით 2-3 დღეში აღუდგება. დიდი მადლობა, თეონა ბაკურიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი წვიმიანი ბათუმიდან. მოკლედ ბათუმიდან გავაგრძელოთ გზა მეზობელ სახელმწიფოში წავიდეთ. თურქეთის მოსახლეობა სტამბოლის სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია. ტერორისტული ორგანიზაციად გამოცხადებული ჯგუფის ერგენკონის 300 წევრიდან 21 გაამართლეს, დანარჩენებს კი სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თურქეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და ხანგრძლივი სასამართლო პროცესი კვლავ მასობრივი არეულობის ფონზე მიმდინარეობს. გასასჯელის სკამზე 270 ბრალდებულია. რამდენიმე მათგან სამუდამო პატიმრობა უკვე შეეფარდა. მათ შორისაა ყოფილი გენერალი ილკერ ბაშბუქი. სტამბოლის ცენტრში კი ტაქსიმის მოედანზე თავმოყრილი ბრალდებულთა მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ერდოღანს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ და მოსამართლეს სამართლიანი განაჩენის გამოტანას თხოვენ. პროცესის მსვლელობისას სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, თუმცა პროტესტი მხარდამჭერებსა და სპეცრაზმს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იმედი მაქვს სასამართლოს ვერდიქტის სამართლიანობასა და ზნეობრივ პრინციპებს დააკმაყოფილებს. ვიმედოვნებ, რომ განსასჯელები, რომლებსაც უკანონო დასამართლებენ, გამართლდებიან, თუმცა ბევრს არაფერს ველით. სეკულარული ორგანიზაცია ერგენეკონის წევრები თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააპატიმრა. ოფიციალური ვერსიით, ისინი ქვეყანაში გადატრიალებასა და ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ. თუმცა ჩხრეკისას აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი მრავალი ექსპერტის შეფასებით მთავრობის დასამხობად საკმარისი არ იყო. დასავლეთში ერგენეკონის წევრებს ერდოღანის პირად ტყვეებსაც კი უწოდებენ. დიდი იმედი გქონდა, რომ სასამართლო სისტემა მაინც დარჩებოდა მიუკერძოებელი. ახლა კი მოწმენი გავხდით იმისა, რომ მთავრობა სასამართლოს საკუთარ იარაღად იყენებს. პროცესი, რომელმაც თურქული საზოგადოება ორად გახლიჩა 5 წელზე მეტია გრძელდება. ერთ მხარეს მთავრობის მხარდამჭერები, მეორე მხარეს კი მემარცხენე და ულტრანაციონალისტური პარტიები აღმოჩნდნენ, რომლებიც ხელისუფლებას სეკულარიზმისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ოჯახური ძალადობა და მისი შედეგები, სპეციალური რეპორტაჟი, ასევე სტუდიის სტუმარი, ცოტა მოგვიანებით ჩვენ უკვე ტყიბულში უნდა ვიმოგზავროთ. ეს ქალაქი დღეს გადაიქცა გადასაღებ მოედნად, სადაც აფხაზეთის თემაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს. პირდაპირი ჩართვა იმერეთიდან დაგველოდეთ.
თქვენ ყურებთ ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაშს და დღისა და კვირის ერთ-ერთი აქტუალური საკითხით ბრუნდები პირდაპირ ეთერში. ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა თუ ცოლ-ქმარს შორის არსებული გაუგებრობა. გაეროს მოსახლეობის ფონდი 2011 წლის კვლევით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მათი უმრავლესობა როგორც წესი დახმარებას არ ითხოვს და ცდილობს პრობლემა თავად მოაგვაროს. თუმცა სექტემბერში საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმადაც მოძალადეს იძულებითი რეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. საკმარისია თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები და კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი იმისათვის, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები აღმოიფხვრას. ჩვენი სტუმარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ჯაფარიძეა. მანამდე კი ნახეთ სოფო ზედელაშვილის სიუჟეტი ოჯახური სანაცხოვრებით გამართლებული ძალადობის შესახებ. 33 წლის ნანა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში შვილებთან ერთად თითქმის 1 წელია ცხოვრობს. მეუღლე მას წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაქორწინების მერე პირველად დაიწყო. ამბობს, რომ მას შემდეგ საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. დავინახე პირველად, რომ ქალები თურმე დაჩაგრულები არ უნდა იყვნენ და ქალის მოვალეობა მარტო ის არ არის, რომ სახში იყოს ჩაკეტილი, რეცხოს, ხეხოს, კი, ესეც არის და ჩემი ყველაზე დიდი სამსახურია ჩემი შვილების გაზრდა, მაგრამ მე დავინახე, რომ ქალებს თავისი უფლებები აქვთ და მონები არ არის. ნანა იხსენებს მეუღლისგან თავდასაცავად პოლიციისგან დახმარებას როგორ ითხოვდა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალი აღმოჩნდა. ძალადობის წინააღმდეგ 309-903 რომ ცემდა მოვასწარი და გამოვიძახე პატრული რამდენიმეჯერ იყო ხელწერილი დააწერინის. ერთი-ორჯერ 3 დღეც ყავდათ დაჭერილი, იმიტომ რომ ქუჩაში დამეჭირა პატრულმა თვითონ ქუჩაში რომ ცემდა. ხელწერილს დააწერინებდნენ 3 დღე გააჩერებდნენ და მერე გამოუშვებდნენ. ცემის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემებიც ხშირად ექმნებოდა, თუმცა ცოლ-ქმარს შორის ყოველგვარი კონფლიქტი ყოველთვის ოჯახის საქმედ მიაჩნდა. გალუჭებული თითქმის ხშირად დავდიოდი და უკვე ეს იმდენად მქონდა მასში გამჯდარი, რომ ერთხელ დამჯერდა ექიმი. ძალიან ცუდად ვიყავი, უბრალოდ ბევრჯერ ვიყავი ცუდად, თუმცა ექიმისთვის არ მიმართი. ამბობს, რომ მრავალწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ თავშესაფარში გატარებული მშვიდი პერიოდი 64 ეჩვენება, თუმცა უკვე სახლში დაბრუნებაზეც უხდება ფიქრი. ჩემი მეუღლესაც მოუწადინებ, რომ იყოს ფსიქოლოგთან მივიდეს, თუნდაც იმკურნალოს. სიმართლე რო თქვა, წასასვლელი ნამდვილად არსად არ მაქვს. საცხოვრებელი ფართობი თუ ეკუთვნოდა მოძალადეს, მაშინ ჩვენ იძულებული ვიყავით მსხვერპლი გაგვეყანა იქიდან და გადაგვეყანა თავშესაფარში, რაც იწვევდა ხშირად ბევრ უსიამოვნებებს, იმიტომ რომ სკოლაში დადიან ბავშვები, მუშაობს ქალი. დეპუტატი გუგული მაღრაძე უწყებათა შორისი საბჭოს მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილი ცვლილებების პაკეტზე საუბრობს, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დამატებით გარანტიებს აწესებს. შემაკავებელი დამცავი ორდერები იყო, პოლიციის უფლებები იყო, ბევრი ტრენინგები გაიარეს პროკურატურამ, მოსამართლემ, დაცული იყო, მაგრამ კიდევ ჭირდება. ეხლა კანონში უკვე შედის ესეთი ცვლილება, რომ თუ კი ესე იგი თვითონ მსხვერპლი განაცხადებს, რომ მას უნდა დარჩენა თავის საცხოვრებელ ფართობში, კიდეც რომ საცხოვრებელი ფართობი მისი საკუთრება არ იყოს და მოძალადეს საკუთრება იყოს, მოძალადეს განვარიდებთ და მსხვერპლს მიცემთ საშუალებას, რომ იმ პროცესში, იმ თქვათ 1 თვიდან 10 თვემდე, როდესაც შემაკავებელი ორდერი მუშაობს, მას კონდეს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. ქართული კანონმდებლობისთვის პრინციპული სიახლეა იძულებითი სარეაბილიტაციო კურსი, რომლის გავლის ვალდებულებაც მოძალადეებს დაეკისრებათ, რაც სპეციალისტების განმარტებით განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. ნებაყოფლობით რომ იყოს ეს, მაშინ მოძალადეთა 20%-იც არის სარგებლობდა მაგითი. ერთი რომ სავალდებულო უნდა იყოს, ეს ჩემი აზრით უკვე მან თავისი არსებობა დაამტკიცა, მაგრამ მეორე არის ჩვენ რა ინსტიტუციები გვაქვს, რომ ეს განახორციელოს. იმ შემთხვევაში თუ კი მსხვერპლი მოძალადისგან კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს, დაზარალებულისთვის გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება შესაძლოა სახელმწიფომ ითავოს. კომპენსაციის საკითხი რთულ პრობლემად მიაჩნია ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში. მსხვერპლებმა მოძალადეებს კომპენსაცია მოთხოვენ კი არა, შემაკავებელი ორდერი როცა გამოიცემა პოლიციის მიერ, პოლიციას მოყავს შემთხვევის ადგილიდან მსხვერპლი საკმაოდ დაზიანებული, კარგად ნაცემი და ერთ კვირაში ისე უკან გარბიან მოძალადეებთან. მქონია ასეთი შემთხვევები და შესაბამისად ახლა ამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს მსხვერპლი იმ მოძალადეს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოთხოვთ. It was very good. 1000 ლარიან სახელმწიფო კომპენსაციას ითვალისწინებს კანონი ტრაფიკინგის მსხვერპლთათვის, რისი განხორციელებაც მესხის აზრით ოჯახური ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში გაცილებით რთული იქნება. ვთქვათ, ორ თვეში მსხვერპლი და მოძალადე ისევ
საოჯახო ურთიერთობაში ისევ იგივე ურთიერთობაში იქნებიან აღდგენილი ერთმანეთთან. ასე შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია არა სახელმწიფოს მიერ საკომპენსაციო კომპენსაციის განაცემი. მეცხრე არხის ანონიმური რესპონდენტი მსხვერპლთათვის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში დაბრუნებას აპირებს. ჩემთვის ყველაზე წმინდა დღესაც და მთელი ცხოვრება დარჩება ის, რომ კარგი ოჯახი მქონდეს და ისევ ჩემ მეუღლესთან სხვასთან არც ვაპირებდა, ფიქრადაც არ მომსვლია, მაგრამ თუ ბავშვები ისევ იმას დაინახავენ, რომ ჩემზე მამამისი ძალადობს და რაღაც იმას შვება, მირჩევნია, რომ ვიყო მარტო, მიჭირდეს კიდევაც და გავიზარდო მშვიდ გარემოში ჩემი შვილები. 2009 წლის გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში 20-მდე ოჯახური მკვლელობის შემთხვევაა დაფიქსირებული. მოკლედ, ოჯახური ძალადობა, შედეგი და სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში, როგორც უკვე გითხარით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინე ჯაფარიძეა ჩვენი სტუდიის სტუმარი. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ, რადგან ჩემო კოლეგამ სოფო ზედელაშვილმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ოჯახური ძალადობის კუთხით საქართველოში არსებობს. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა, რამდენად შეესაბამება დაუშვათ და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ იგივე ქალის უფლება, ალბათ მეტწილად ქალის უფლება იყოს დაცული ოჯახში. საღამომშვიდობის, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ სტუდიაში და დიდი მადლობა მე-9 არხს, იმიტომ რომ დიდ ყურადღებას უთმობს ხოლმე ამ პრობლემას, ოჯახში ძალადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სახელმწიფოს არსებულ პოლიტიკას, იგი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ მაქსიმალურად დანერგოს ის სტანდარტები, რაც არსებობს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. მაგალითად, სიუჟეტში საუბარი იყო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წარდგენილი არის საქართველოს პარლამენტში და ამ ცვლილებების მიზანია სწორედ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის საბჭოს ახალ კონვენციასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც გახლავთ ამ სფეროში პირველი სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი და საკმაოდ მნიშვნელოვანი წინგაღამოწმება. გასაგებია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ცვლილების მიხედვით შესაძლოა მოძალადეს რამდენიმე გარკვეული დროის განმავლობაში მოუწიოს გატარება იგივე სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს მოგცემს თუ არა რაიმე შედეგს რეალურად? საერთაშორისო პრაქტიკა ასეთი არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში ასეთი კურსები მართლაც ეფექტური არის. მე გამიჭირდება ერთიანი საშუალო ციფრი დაგისახავთ, მაგრამ სადღაც 20-დან 40%-მდე ეფექტიანობა არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროფესიონალურად ჩატარდება ეს კურსები და რამდენად ხელს შეუწყობს თვითონ მოძალადებას. ძირითადად ბოლო რამდენიმე წელი ალბათ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია. სწორედ ამ კუთხით, რომ ქალს კონდეს მეტი ინფორმაცია და როგორც ცოტა ხნის წინ მოვისმენთ, რომ ერთ-ერთი ქალბატონი მსხვერპლი თავად ამბობდა, რომ ის არ არის მონა და გაცილებით უკეთ გაიგო ინფორმაცია საკუთარ თავზე, თუ რისი უფლება აქვს. გამოიღო თუ არა ამან რაიმე შედეგი? ბოლო წლების სტატისტიკა როგორი არის? მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად გასულ წელს 2012 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 700 შეადგინა. წელს უკვე 4 თვის მონაცემები მაქვს, უკვე 300 შემთხვევა არის და თუ შევხედავთ 2006 წლიდან მოყოლებული რაოდენობას, როდესაც საშუალოდ წელიწადში 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო, დავინახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა და ეს გარკვეულწილად და მეტწილად ცნობიერების ამაღლების ძალისხმევის დამსახურებაც არის. ასევე არის საუბარი, რომ იგივე კონფლიქტი, რომელიც ხდება და ძალადობა ოჯახში, არის მხოლოდ ოჯახის პრობლემა და ის არ უნდა გასცდეს დაუშვათ ოჯახს. რეალურად რა შეგვიძლია უთხრათ იმ ქალბატონებს, რომლებიც ერთხელ მაინც, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის 2011 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა საქართველოში ყოველი მე-11 ქალბატონი ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. აი იმათ გასაგონოთ რა შეგვიძლია უთხრათ? ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ აიმაღლონ ხმა, რომ ოჯახში
ოჯახში ძალადობა არის დაუშვებელი, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, არსებობს მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის და მათ შეუძლიათ მიმართონ საპატრულო პოლიციას, თუ ამისი სურვილი არ აქვთ, შეუძლიათ დარეკონ სახელმწიფო ცხელხაზზე, რომლის ნომერიც გახლავთ 239993. იგი არის ანონიმური და იქ ისინი მიიღებენ ყველანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ. სწორედ ანონიმურობასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა თქვენთვის პირს იგივე ქალბატონს რომელიც ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მას არ უნდა კონდეს იმის შიში რომ თუნდაც იგივე ნათესავი ან მეგობარი მის შესახებ გაიგებს ინფორმაციას თუ მას რა თქმა უნდა არ სურს რომ ეს გახდეს თავისი მეგობრებისთვის ან გარემოცისთვის ცნობილი თუ მას არ სურს თავისი ვინაობის გამჟღავნება არსებობს ასეთი ჯგუფი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფი რომელიც ანონიმურად უზრუნველყოფს იმას რომ ამ ადამიანმა მიიღოს ყველა ის მომსახურება რომელიც არის ხელმისაწვდომი და მისი ვინაობის გამჟღავნება არ მოხდეს და კიდევ ერთი საკითხი რომელიც ეხება თავშესაფარს და იგივე სარეაბილიტაციო ცენტრებს ალბათ ყველაზე მეტად იგივე დაზარალებულებს შეიძლება ესე ვთქვათ ალბათ ხო ჭირდებათ სარეაბილიტაციო კურსი ფსიქოლოგიური დახმარება რაიმე პროექტები პროგრამები არსებობს თუ არა ქვეყანაში რომ ამ მიმართულებით მათი დახმარება მოხდეს 2010 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო თავშესაფარი თბილისსა და გორში ახლა აგვისტოში გაიხსნება ქუთაისში თავშესაფარი რომელშიც უზრუნველყოფილი არის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები მათ შორის ასევე სამედიცინო დახმარება თუ იურიდიული დახმარება მთელი მომსახურების პაკეტი ასეთი ადამიანებისათვის ძალიან კარგი და ჩვენ საუბრის ბოლოს არა მარტო ქალბატონები და ცოლ-ქმარს შორის არსებობს ძალადობა და პრობლემა ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ოჯახში ხშირ შემთხვევაში არა საკმაოდ იშვიათ შემთხვევაში გახდეს მოზარდი ან მოხუცი იგივე ძალადობის მსხვერპლი გვაქვს ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა და ინფორმაცია სტატისტიკას თუ შევხედავთ 90% შემთხვევებში მსხვერპლი არის ქალი ეს არის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი სტატისტიკა გვაქვს დანარჩენი 10% როგორც წესი არის არასრულწლოვანი ან მოხუცი ადამიანები და არის თუ არა ამათთან მიმართებაში თავშოთ რაიმე კონკრეტული პროგრამები რომელიც იგივე მოზარდების და მოხუცების დახმარებას ისახავს ოჯახში ძალადობის კანონი რომელიც ითვალისწინებს მომსახურებათა ამ პაკეტს ვრცელდება ყველაზე მიუხედავად სქესისა თუ ასაკისას რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც ეს პრობლემა აქვს შეუძლია ისარგებლოს ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ დაზარალებულზე თუმცა არაფერი გვითქვამს იგივე მოძალადეზე ამ მიმართულებით რამე პროგრამა თუ არსებობს რომ თუნდაც იგივე მამაკაცებს რომელიც ძალადობაში ერთხელ მაინც არიან ხილებულნი მათი ოჯახის წევრების მხრიდან შეუძლია ვინმე აღმოუჩინოს დახმარება ან მანაც გაიაროს ფსიქოლოგიური რაიმე კურსები სპეციალური ის შემდეგაც ის რადიკალურად შეიცვლება თუნდაც იგივე ქალბატონის მიმართ და მისი მსხვერპლი აღარ გახდება სამწუხაროდ ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე ასეთი მომსახურება არ არსებობს თუმცა არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ასეთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს გთავაზობს თუმცა მოცემული აი ამ კანონ პროექტის მიღების შემთხვევაში ასეთი პროგრამა ამოქმედდება თავდაპირველად პრობაციის სისტემაში ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებისათვის და შემდეგ ასევე სასჯელ ახსნილების და პრობაციის სისტემის გარეთაც. და ჩვენ საუბრის ბოლოს ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ, გაეროს მოსახლეობის ან ფონდის 2011 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მე უკვე ეს აღნიშნე, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება, რამდენად მძიმე შედეგია ეს კვლევა ჩვენი ქვეყნისთვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. საკმაოდ მძიმე შედეგი არის, თუმცა უნდა განმარტოთ ეს მონაცემები, რომ ეს არიან ის ადამიანები, ვინც აცნობიერებენ რომ გახდნენ მსხვერპლი და ვინც ამჟღავნებენ ამას. ანუ რეალური სურათი უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მძიმე არის. ამ კვლევის შემდეგ 2009 წელს ჩატარდა ეს კვლევა, 2011-ში გამოქვეყნდა. ჩატარდა რამდენიმე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც მოგცეს სხვა შედეგი, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ყოველი მეოთხე ქალი საქართველოში არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. რაც უფრო ახლოს არის გლობალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ. ევროპაში, დასავლეთ ევროპაში 1/5-დან 1/4-მდე ქალებისა ერთხელ მაინც ცხოვრებაში ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. და ბოლოს, როგორც გაეროს ქართა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რა არჩევას მიცემთ ქალბატონებს, იგივე თუ ისინი აღმოჩნდებიან იგივე ძალადობის მსხვერპლი?
აუცილებლად ვურჩევდი რომ არ მოითმინონ და მიმართონ დახმარების მისაღებად, იმიტომ რომ ოჯახში ძალადობა ისეთი ფენომენია, რომელიც იწყება შედარებით მსუბუქი ინციდენტებით, თუმცა აუცილებლად დროთა განმავლობაში მძიმდება და ხანდახან ლეტალურ შედეგამდეც მიდის სამწუხაროდ. ასე რომ აუცილებლად რომ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენ შევეცდებით ეტაპობრივად კიდევ დაუბრუნდეთ საკითხს, რათა გაცილებით მეტი შედეგი კონდეთ დავუშვით იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენ შევძლოთ თქვენი დახმარება, რომ ეს ქალბატონები თქვენამდე მოვიდნენ და არ დამალონ თუნდაც ძალადობის ფაქტები. მოკლედ, ირინა ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და ავაგრძელებთ დღის სხვა საინტერესო ამბებზე საუბარს. ხელოვნური კუნძულები ტყიბულში გაღმანაპირის შემდეგ რეჟისორ გიორგი ოვაშვილი ახალ ფილმს იღებს. ფილმს სიმინდის კუნძული ქვია და იგი აფხაზეთს მიეძღვნება. მოვლენათა ეპიცენტრში ახლა გადასაღები მოედანია, თავდაპირველად ნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ხათუნა ქარდავა მოამზადა, შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში გიორგი ოვაშვილი ჩაგვერთვება. ფილმის გადაღებები ტყიბულის ერთ-ერთ წყალსაცავზე მიმდინარეობს. პროექტის დაწყებამდე ავტორები ურთულესი დავალების წინაშე იდგნენ. წყალსაცავზე კუნძულები უნდა გაკეთებულიყო. გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმში მოქმედება სწორედ პატარა კუნძულებზე განვითარდება. პროექტი, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული, 1.3 მილიონი ევროდ დაფინანსდა. ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობს ფრანგული, გერმანული, ჩეხური, შემოგვიერთდა ცოტა ხნის წინ ყაზახური მხარე. პროექტში მონაწილეობს ევრიმაჟი, ევროსაბჭოს კინოს განვითარების ფონდი, როგორც პარტნიორი ფინანსურად, ასევე მონაწილეობს შვეიცარიული მხარე. ასე რომ ესეთი დიდი საერთაშორისო პროექტი გამოგვივიდა, რაც რასაკვირველია ერთის მხრივ ძალიან ეხმარება პროექტს, მეორე მხრივ ძალიან რთულია, როდესაც ამდენი პარტნიორი შორის უნდა მოხდეს რაღაცებზე შეთანხმება. გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმს სიმინდის კუნძული ერქმევა და აფხაზეთის თემას მიეძღვნება. ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა რეჟისორი ოსკარზე წარდგენილ ფილმზე გაღმა ნაპირზე მუშაობდა. სცენარი ნუგზარ შატაიძისგან მოისმინა. მონახაზი ასეთი იყო. მდინარე ენგურის აფხლობით პატარა კუნძულებს ქმნის. გლეხები გადიან და ამ კუნძულებზე სიმინდის მოსავალი მოჰყავთ. არსებობდა ესეთი მოკლე ჩანახატი, სადაც საუბარი იყო იმ რეალურ მოვლენებზე, თუ როგორ ელოდებიან მეგრელი გლეხები მდინარე ენგურს, ელოდებოდნენ, რომ გაზაფხულზე როგორ მოქონდა ენგურს ძალიან კარგი ნოყიერი ნიადაგი კავკასიის მთებიდან, მერე მდინარე ისევ დიდდებოდა და ეს კუნძულები ან მიქონდა, ან ახალი მოქონდა და ასე შემდეგ. თვითონ ეს იდეა, ვთქვათ, რაღაცნაირად აი ამ მიწის შექმნისა და მიწის წასვლისა, ეს გახდა რაღაცა პირველი ბიძგი. იდეა მხატვრული ფილმის სცენარად იქცა. გაჩნდნენ პერსონაჟებიც: მოხუცი აფხაზი გლეხი, მისი ობოლიშვილიშვილი და ქართველი ახალგაზრდა პოლიციელი, რომელიც სასაზღვრო ზოლს აკონტროლებს. აფხაზი გლეხის როლს ფილმში თურქი მსახიობი შეასრულებს. დანარჩენ ორ მთავარ გმირს რეჟისორმა დიდი ცებნის შემდეგ მიაგნო. ძალიან დიდ დროს ხარჯავ ყველა მეუბნება ზუსტად იმ ტიპაჟების მოძებნას, რომელსაც რაღაც ჩემს თავში ჩამოყალიბდება ხოლმე წინასწარ და შემდეგ რეალობაში ვეძებ იმათ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და გრძელი პროცესია და ძალიან ხშირ შემთხვევაში გიწევს, ვთქვათ, შენი ხედვის გარკვეული კორექტირება რეალობასთან მიმართებაში. ფილმში მონაწილე მხარეებისგან პირობა მიღებული აქვს. რეჟისორის მხატვრულ შემოქმედებით საქმიანობაში არავინ ჩაერევა. გადამღებ ჯგუფს წინ ერთად დასაძლევი ურთულესი ტექნიკური პრობლემები აქვს. სიმინდის კუნძულის გადაღებები სექტემბერში დასრულდება. ფილმი ეკრანებზე 2014 წელს გამოვა. როგორც რეჟისორი ამბობს, ყველაფერს ეცდება ფილმი ენგურს გაღმაც რომ ნახონ. და სიმინდის კუნძულზე იმყოფება ხათუნა ქარდავა, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთოთ. ხათუნა, საღამო მშვიდობის და რატომ ტყიბული გადასაღებ მოედნად, რატომ შეირჩა ეს ქალაქი?
საღამო მშვიდობისა, რატომ მაინც და მაინც ტყიბული ამ კითხვით მე ფილმის რეჟისორს გიორგი ოვაშულს მიმართავ, რომელიც ახლა ჩემს გვერდით იმყოფება. თუმცა მანამ სანამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ირაკლი გეტყვით, რომ მე ახლა ტყიბულის რაიონის სოფელ ახალსოფელში ვიმყოფები, როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ წვიმს, ისეთი ცუდი ამინდია, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმზე მუშაობასთვის ამას ხელი არ შეუშლია. გიორგი, რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ტყიბული და როგორ მიაგენით იმ წყალსაცავს, რომელზეც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს ახლა? საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ესე შეწუხდით ამ ხელაგზა გამოიარეთ. ასეთ ამინდში ძალიან ცივა. მგონი რაღაცა დეკემბრის ამინდია უკვე აქ. მთებში ვართ ახლა. დიდი ხანი ვეძებდით გადასაღებ მოედანს. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში თითქმის სადაც კი წყალია საქართველოში ყველაფერი ვნახეთ. და მე გაგვიმართლა ერთ ზამთარს აქ მოვხდი შემთხვევით, როცა ესე ვეძებდი, ძალიან დიდი თოვლი დამხდა, დაახლოებით წელამდე თოვლი და ვიარეთ ფეხით ძალიან ბევრი რაღაც ადგილი მოვძებნე, მაგრამ ისე იყო რომ თლიანად თეთრი ვერ გარკვევდი ეს მართლა ის იყო თუ არა, მაგრამ რაღაცა წინად გრძნობით ვიგრძენი რომ იქ რაღაცა ატმოსფერო იყო. მე როცა გაზაფხული დაადგა, ჩამოვედით და ვნახეთ უკვე სრულიად სხვანაირი გარემო, მე მივხვდით რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ის ადგილი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდით. მაყურებელს ვეტყვი, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებობდით წყალსაცავზე, უბრალოდ ახლა აქ დაბნელდა და ამინდის გაუარესების გამო იქ ყოფნა უკვე ცოტა საშიშიც იყო, ამიტომ ამოვედით ჩვენ სუსტად იმ სოფელში, საიდანაც არის გზა ამ წყალსაცავზე და მინდა გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში გადამღები ჯგუფი მუშაობდა ამ წყალსაცავზე. იქ ხდება კუნძულების ხელოვნურად მოყვანა და ასევე სიმინდის მოყვანა და თუ შეიძლება გიორგი აგიხსენი, აი როგორ ხდება, როგორ მოხდა ეს კუნძულების მოყვანა ხელოვნურად, როგორც ვიცი ეს ძალიან ძვირი დაჯდა და იგივე იმ სიმინდის მოყვანა, რომელიც შემდეგ ფილმში ერთ-ერთი მთავარი ხაზი უნდა იყოს. ნუ როგორც იცით ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავარი გმირი, ასე ვთქვათ, არის კუნძული, რომელიც მდინარეში იქმნება გაზაფხულზე. ჩვენ ბევრი ვეძებეთ ასეთი კუნძული, გვინდოდა რაღაც ეს რეალური კუნძული მოგვეძებნა, მაგრამ მივხვდით, რომ მდინარის კუნძულს თუ რეალურად მოვძებნიდით, ჩვენ წყლის დონეს ვერ გავაკონტროლებდით მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ესეთ გაჩერებულ წყალში, წყალსაცავში აგვეშენებინა ჩვენ თვითონ. ჩატარდა მართლა ძალიან დიდი სამუშაო, უზარმაზარი პროექტი იყო, ძალიან კარგად იმუშავეს მშენებლებმა. და შევქმნით დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობის კუნძული შუაგულ წყალში, სადაც წყლის სიღრმე დაახლოებით 4-5 მეტრია, დაახლოებით 15000 კუბური მეტრი მიწა იქნა შეტანილი. მართლა გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა. როგორც დღეს ნახეთ, მორჩენილია. იცით რა, როგორც თქვენ ნახეთ, ახლა ჩვენ გადაღების პირველი ეტაპი დავასრულეთ, მაგრამ ახლა წყლის დონე აიწია, იმიტომ რომ ეს გაუთავებელმა წვიმებმა ახლაც ნახეთ რა მინდია და ამ წუთას ჩვენი კუნძული არის ჩაძირული. ანუ წყლის ქვეშ მოექცა, კი რაღაც ზემოდან ჩანს ნახეთ ალბათ, მაგრამ ძირთადად წყლის ქვეშა ახლა ველოდებით ჩვენ როდის უნებრივად როდის დაიწევს. კი ბატონო, ჩვენც დაველოდებით ამ დროს, როდის გამოჩნდება კუნძული, რომელზეც ფილმი უნდა გადაიღოს გიორგი ოვაშულმა. აი ეს ფილმის გადაღებები სექტემბერში, ინტენსიურად უფრო სექტემბერში დაიწყება, 2014 წლის დასაწყისში ფილმი დასრულდება. ასევე გეტყვით, რომ ამ ფილმის გადაღების პროცესში ჩართული არის ძალიან ბევრი ქვეყანა. ერთ-ერთ მთავარ როლს თურქი მსახიობი ასრულებს, ხოლო ორი მთავარი როლის შემსრულებელი. დიდი მადლობა, მოკლედ საკმაოდ ცუდი ამინდის გამო გაითიშა კიდე ჩვენი პირდაპირი ჩართვა, თუმცა იმედია საომავლოდ ხათნა გაითვალისწინებს და ის ქოლგით წავა მსგავს გადაღებებზე. ასევე ჩვენ ხვალისთვის ველოდებით, რომ თუ როგორ იქნება ეს კუნძულები, შემოგთავაზებს ჩვენი გადამღები ჯგუფი კადრებს. რეკლამის შემდეგ უკვე ბიზნესის დროა, რომელსაც თეაშველიძე წარმოგიდგენთ, გადაცემის ბოლოს შევხვდებით. გადაცემის ბოლოს კი გავიგოთ, რას გვიმზადებს ახალი ამბების დეპარტამენტი, რომელსაც სულ რაღაც 1 საათი დარჩა იმისათვის, რომ მთავარი თემები შემოგთავაზობს. თამთა სანიკიძეა პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის თამთა, რა თემებია დღეს მნიშვნელოვანი, რამდენად საინტერესო ახალ ამბებს გვთავაზობთ? საღამო მშვიდობისა, ერეკლი, დღის მთავარი თემები მთავარ გამოშვებაში 9 საათზე თქვენ ნახავთ გახმაურებული სასამართლო პროცესის შპს მექანიზატორის დირექტორი და კომპანია ზეტორის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ისევ პატიმრობაში რჩებიან. ეგრეთ წოდებულ ტრაქტორების
საქმეზე სხდომა 8 აგვისტოსთვის გადაიდო. 9 საათზე რატომ არ განიხილეს პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა და რატომ ითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი ბრალდებულის მამუკა ივანიაძის ცნობილი ჩვენების საქმიდან ამოღებას. ასევე მთავარ გამოშვებაში დაბრუნდება თუ არა მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო პოსტიდან გადამდგარი დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე და არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება. უფლებადამცველები გეგუთის ციხეში სასწრაფო მონიტორინგის ჩატარებას ითხოვენ. 9 საათზე რა საფრთხეზე მიუთითებს არასამთავრობო სექტორი პატიმარ ლევან კორტავას ცემით გარდაცვალების შემდეგ და რა შეკითხვები აქვს სახალხო დამცველს გამოძიების მიმართ. ასევე მთავარ გამოშვებაში ნახეთ გეგუთის კოლონიის თანამშრომელთა სასამართლო პროცესი. მსჯავრდებულ კორტავას სასტიკცემასა და სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებულებს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დატბორილი ლანჩხუთი და ოზურგეთი და გაზის გარეშე დარჩენილი აჭარა დასავლეთ საქართველოში წყალდიდობით მიყენებულ ზარალს ითვლიან. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია გზები, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები და წყალშია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მთავარ გამოშვებაში როდის აღუდგება აჭარას ბუნებრივი არით მომარაგება და არის თუ არა ცნობილი ზარალის ოდენობა. ნახეთ რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან და რეგიონული განვითარების მინისტრის პირდაპირ ჩართვა. ჩვენ შეკითხვებს მთავარ გამოშვებაში დავით ნარმანია უპასუხებს. შეზღუდვები მედიკამენტებით ვაჭრობაზე 2014 წლის 1 იანვრიდან წამლების დიდი ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. ჩამონათვალში ძირითადად ძლიერმოქმედი ნივთიერებების შემცველის პრეპარატები მოხდა, რომლებსაც ახალგაზრდები, მათ შორის არასრულწლოვნები, ნარკოტიკული თრობისთვის მოიხმარს. 9 საათზე წამლების გაყიდვის ახალი წესი, სად და როგორ შეძლებთ შენაცაძენი მედიკამენტებისთვის საჭირო რეცეპტის მიღებას. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ზუსტად 9 საათზე მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით დროებით ირაკლი. ეს სანიკიძე, რომელსაც წარმატებებს უსურვებ, მთავარი გამოშვება ზუსტად 9 საათზე გელოდებათ, ასე რომ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში ერთმანეთს ხვალ 6-ზე ხვდებით.